სისხლის მოლოდინში. სტამბულამდე ის იმგზავრა არაფერზე უფიქრია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დახურული პრობლემებით გადატანილი ოთახიდან გამოვარდა და თავისუფალ სივრცეში ნებირვად დაფარფატებდა. უზრუნველადაც კი გზნობდა თავს. ზურგზე მოკიდებული ტვირთი უკვე მოისროლა. ახლა აღარ დაჭერა ემუქრებოდა და პრობლემასაც არავინ შეუქმნიდა. ალბათ მაშინაც ასია, როცა სულ სტოვებს სხეულს. ამჯერად უკვე ფიქს მოეცვა უჩა. აბა რატომ არის, რომ ვისაც კლინიკური სიკვდილი განუცდია, არავის უდნოდა უკან, მიწიერ სამყაროში დაბრუნება. ცოდვი დედამიწაზე მისი წილი ტვირთის ტარება. მორჩა, ფარფატი დასრულდა. მე გადავჭი, ამ ერიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ. სულ რაღაც 8 საათის შემდეგ. სტამბოლის აეროპორტში დიდხანს არ მოუწია ლოდინმა. 1 საათში უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო კომპანიის თვითმფრინავში იჯდა და ნიუ-იორკისკენ მიფრინავდა. მისტერ, დახმარება ხომ არ ჭირდებათ? ღიმილით მიუახლოვდა მომხიბვლად სტიუარდესა ფიქში წასულ უჩას, რომელიც სავარძელს ისე ჩაფრინოდა, თითქოს ეშინოდა არ გადმოვარდეო. ამ კითხეთ სტიუარდესას ახედა უჩა. გაფიქრებული გამოიყურებით, ცოტათ ხომ არ ახართ? შემიძლია ექიმს დაუძახო, გულისხმერი ჩანდა სტიუარდესა. არა, მადლობთ. უბრალოდ პირველად მივემგზავრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოკეანისთვის არასოდეს გადამიფრენია. გაუღიმა უჩამ სტიუარდესას. არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება. მეც აქვე ვარ, თქვენ სიახლოვეს. თუ რამე დაგჭირდეთ, მაშინვე დამიძახით. ახლობელი საყვარელი ქალებით უღიმოდა მშვენიერ სტიუარდესა. ლამაზი ქალის ამ ღიმილმა, ამ თმილმა მომართვამ უჩაზე სასწაულებრივად იმოქმედა. ერთბაშად ენერგიის მოზღვავება იგრძნო. იგრძნო, რომ ცოცხალია, რომ ცხოვრება კვლავ გრძელდება, რომ ყველაფერი წინ არის. მას ახლა არანაირი წინააღმდეგობისა აღარ ეშინია. მეტიც, რადგან ცხოვრება ბრძოლა, ისიც მზად იყო საბრძოლველად. ჰელო, მისტერ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. მისტერ ჯიმი, ჩემი შვილების საყვარელი მუსიკოსი ხართ. მეც მომისმენია თქვენთვის. როგორ უკრავთ გიტარაზე, მაგარია. აკეთ მობრძანდით, მიხარია, რომ თქვენ უნდა მოგემსახუროთ. ხანში შესული ჭაღარა შავკანიანი მამაკაცი დიდი ხნის ნაცნობივით შეხვდა უჩას აეროპორტის გასასვლელში და მანქანისკენ მიუთითა. უჩამ თავიდან გაიკრივა, მაგრამ გაახსენდა თავისი მდგომარეობა. გაახსენდა ისიც, რომ ჯიმი ნიუ-იორკშიც არ აპირებდა სახალხოდ მასთან შეხვედრას და რომ უჩას ისევე როგორც მოსკოვში აქაც ჯიმად ცევა მოუწევდა. თეთრი მზის ხიებზე მოველვარე გრძელ ლიმუზინის უკან ბრაგში გამოწყობილი მოღიმარმა ახალგაზრდა მამაკაცმა გააღო და უჩა მანქანაში შეიპატიჟა. უჩას ჩაეცინა. ჯიმი თავის ამპლუაშია, იცის კაცმა ცხოვრება. გაიფიქრა და მანქანაში ჩაჯდა. ლიმუზინი ქალაქისკენ დაიძრა. ერთმანეთს ენაცვლებოდა ხიდები, ესტაკადები, კინოკადრებივით იცვლებოდა ლამაზი სკვერები, სახლები. 6 რიგად გაყოფილ გზებზე იმდენი ავტომანქანა მოძრაობდა და ისეთი სიჩქარით, რომ უჩამ ერთგვარი დისკომფორტიც იგრძნო. ქაოსმა მოიცვა. ერთხელ თვალიც კი დახუჭა, მაგრამ რომ გაახილა, კიდევ უფრო დაიმუხტა. მთელ ამ მონოტრიას სათავჯენები დაემატა. უჩას მართალია მრავალჯერ უნახავს ფილმებში თუ ტელეეკრანზე ნიუ-იორკის ქუჩები, მაგრამ ვერაფრი წარმოიდგინდა რეალურად ამგვარად თუ იმოქმედებდა მასზე ეს თავბრუდამხვევი მეგაპოლისი. მანქანაში კი მშვიდი მელოდიური მუსიკა ჩაერთოთ, რომელსაც თითქოს ავსებდა კიდეც გარედან შემომავალი ქუჩის ხმაური და მოჭარბებული ენერგია, რომელსაც თითქოს ყველა და ყველაფერი აესო. უჩა ერთიანად დაიძაბა. ვერაფრი წარმოიდგინა ახლა მანქანაში მჯდომს და ნიუ-იორკის ქუჩებში თავბრუდამხვევი სიჩქარით მიმავალს, რომ აქაურობის ნაწილად უნდა იქცეს, მეტიც, წარმატებისთვის უნდა იბრძოლოს და საკუთარი თავით სწორად აქ იპოვოს. არა, ამაზე ფიქრიც კი სისულელედ მოეჩვენა. უჩა საამისოდ მზად არ არის. მოვედით, მისტერ ჯიმი, დაისვენეთ. როგორც კი მანქანა დაგჭირდება, დამირეკეთ და 5 წუთში აქ გავჩნდეთ. მძღოლმა მანქანა გააჩერა და საკლიდან სავიზიტო ბარათი მიაწოდა უჩას. უჩა მადლობა გადაუხადა, კარი გააღო და მანქანიდან გადმოვიდა. სასტუმრო ფოიე ისე იყო განათებული, უჩამ თვალი მოჭურდა. როცა კაშკაშა სინათლეს ზერა შეაჩვია, შეამჩნია, რომ წითელი ხალიჩაზე იდგა.
ხალიჩის ბოლოს კი სასტუმროს მოღიმარი თანამშრომელი ყვავილების დიდი თაიგულით მისკენ მოემართებოდა. უჩამ უკან მოიხედა ცნობის მოყვარეობით, რათა დაედგინა, ვისთვის მიჰქონდათ ეს ყვავილი. როდესაც ვერავინ დაენახა, ჯიმის უზღვა ფანტაზიას უნარზე ლამის გადაიხარხარა, მაგრამ გაღიმებაც არ დააცადეს. მოტრიადა თუ არა, თაიგული მიართვეს. უჩამ ყვავილები კი გამოართვა, მაგრამ ნამდვილად არაპირედა ნომერში წაიღო. ამიტომაც ინტერესით მოათვალიერა და იქაურობა და როცა ელეგანტური ახალგაზრდა ქალი შენიშნა, რომელიც მისი ვარაუდით სასტუმროს ადმინისტრატორი უნდა ყოფილიყო, სიხარულით გაიბადრა. სასწრაფოდ გაიქცა მისკენ, თაიგული ესტაფეტასავით გადაულოცა და მის ახთოვანება და მადლობა ერთდროულად დაემსახურა. ფოიეშივე შეხვდა თვით სასტუმროს მმართველი და უჩას თავადვე გადასცა ელექტრონული გასაღები, რომლითაც შეეძლო ესარგებლა როგორც ნომერში, ასევე სპორტულ დარბაზში, აუზზე, საუნაში, რესტორანში თუ ყველა იმ გასართობ ადგილას, რომელიც სასტუმროს ეკუთვნოდა. სასტუმროს ნომერმა, რომელიც უჩასთვის გაემზადებინათ, ყოველგვარ მოლოდის გადააჭერბა. თანამედროვე ძვირფასი ავეჯის გაწყობილი ოთახები ერთმანეთს თაღებით ან ჩუქურთმიანი კარებით უკავშირდებოდა. ცენტრალურ ოთახში ცისარტყელას ფერებით აციმციმებული შადრევანი იპყრობდა ყურადღებას. წყლისფერადი ჭავლი მინიატურული ამურებს უშხეფებოდა და გარშემო სიმშვიდის ატმოსფეროს ქმნიდა. შადრევნის ძირში იატაკი მოზაიკის ფერად გამოსახულებებს შეემკო. კედლები გემოვნებით შერჩეული პეიზაჟებით და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრებით მოერთოდ. მათ შორის უჩამ თბილისის ხედებით შეიცნო და გაახსენდა ჯიმი რო დაურეკა ნიუ-იორკიდან. ჩემმა მეგობრებმა თბილისიდან ქართველ მხატვართა უამრავი ნამუშევარი ჩამოიტანეს და რამდენიმე მე დამითმესო, ვინ იცის რა იაფად იყიდეს სანაპიროზე ან რუსთაველზე. თავის თანამემამულე მხატვართა არც თუ ისე სახარბიელო ბედზე დაფიქრებული უჩა უზარმაზარმა მინის კედელმა შეაჩერა, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა ლამის მთელი ნიუ-იორკი. ოდნავ მოშორებით თავისუფლების ქანდაკება, ხოლო კიდევ უფრო მოშორებით თვალუწნელი ოკეანის მოლილული ტალღები, ქათქათქად თეთრ ღრუბლებს რომ მისვდენოდა ლამის. ღრუბლები კი ულურჯეს ზეცას მიიტყოდნენ და მთლიანობაში ეს ყოველივე უსასრულობას და მარადილობაში გადადიოდა. გასაოცარი ხედია, წამოიყურა უჩამ. მართლაც გასაოცარი ხედია. ყოველთვის სიავნებს აქ ამოსვლა. თვით სასტუმროს მმართველმაც ვერ დაფარა ემოცია. რომელ სართულზე ვართ მისტერ? იკითხა უჩამ, რომელსაც ლიფტში ყურადღება არ მიუცევია იმისთვის, თუ რომელ სართულზე ადიოდნენ. მე-60-ზე, მისტერ ჯიმი. ოდნავ მაღლა სახურავზე აეროდრომი გვაქვს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ ვეთფრენით, გაუღიმა მმართველმა. უჩას ხმა არ მოუღია, თუმცა კი კმაყოფილების ნიშნად თავი დაიქნია. მოშივებული იქნებით, მისტერ ჯიმი, სადილე ხომ არ მოგართვათ? იკითხა მმართველმა და პასუხს დაელოდა. არა, გმადლობთ, მისტერ, მიჩვენია დავისვენო. უჩა სავარჯეში მოკალათ და იქიდან გააგზელა ოკეანის ცქერა. კეთილი, მაშინ მე დაგტოვეთ. თუ რამე დაგჭირდებათ, საკმარისია აქ თითი დააჭიროთ და მომსახურე პერსონალი გიახლებათ. მმართველმა კათან მოთავსებული ღილაკზე მიუთითა. მერე უჩას თავაზიანად გამოემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. უჩა ერთხან სავაზიდან გადაჰყურებდა ნიუ-იორკს. დაღლილობა მოკიდებოდა, მაგრამ შტაბეწილებებისგან ისე ღელავდა, დაძინებას ნამდვილად ვერ მოახერხებდა. ჩაბნელებული, დაღვრემილი და დაძაბული თბილისის შემდეგ ამგვარ მუზეუმე გარემოში მოხვედრისთვის, სადაც თავს გევლებიან, ცდილობენ გასიამოვნონ და მოგემსახურონ. უჩამ მზად არ იყო. შინაგანად ერთგვარი დისკომფორტიც კი იგრძნო. გადამეტებულმა ყურადღებამ უხერხულად აღგზნობინა თავი. არ იყო უჩა მსგავს ყურადღებას მიჩვეული, ამიტომაც დაიბნა და მარტო დარჩენა ახლა მისთვის ჭირობაზე დადებული მალამოსავით მოქმედებდა. 5 წუთის შემდეგ საძინებელი ოთახიდან ფეხის ხმა მოესმა. უჩა კაცს მიაჩერდა, ელოდა გაიღებოდა და სავარაუდოდ პორტია გამოვიდოდა, მაგრამ კარი არა და არ იღებოდა. უჩა დაეჭვდა, რა ვიცი, ამერიკაში კი ვარ, მაგრამ ეშმაკს არ ზინავს, ვინმე ხომ არ შემოიპარაო და საძინებლისკენ წავიდა. კარს მიაყურა, ფეხის ხმა აღარ ისმოდა, მაგრამ მაინც შეაღო და მონუსხული გაქხვავდა ადრიზე. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, ფართო არაბულ სტილის ტახტზე, ფეხი ფეხზე გადადებული, გამომწვევად ჩაცმული, კეთმოშიშვლებული, ულამაზესი ქერა გოგონა იჯდა. ხელში წვენი თუ კოქტეილი ეჭირა საწრუპით. უჩა დანახვისას ნედლიანად გაიღიმა. გაბუტულ ტუჩებთან თითი მიიტანა. თითქოს ეუბნებოდა ჩუმადო.
მერე წამოიწია და აპირა შემოსულ შეგებებოდა, მაგრამ უჩას გარომ არავითარი რეაქცია არ ყოფილა, კიდევ უფრო გაიბუსხა და ისევ ტახტზე დაჯდა, თუმცა კი დაზეპირებულივით წარმოთქვა შემდეგი ტესტი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუ-იორკში. იმედია უკმაყოფილო არ დარჩებით. მე ტონი ვარ, დაწუნებული ვარ თავს მოგვაწონებ და დაგამახსოვრებ. ამ სიტყვებზე უკვე წამოდგა ტონი. ლამის უჩას სიმაღლე იყო. ვაჟისკენ გამომწვევად გაიწია და ტუჩების საკოცნელად მიუშვირა. უჩა გასტერებული მისჩერებოდა მისთვის გამოუცნო გოგონას. ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო. არ მითხრა ახლა, არ მომწონხარო. ვერ გავიგე, რა კოლეჯის მოსწავლესავით მიყურებ. სინაზიდან საკუთარი სახის ჩვენებაზე გადავიდა ლამაზმანი. უჩა გამოირკვა და იქვე მდგა სავარძეში ჩაესვენა. ეტყობოდა ამ გოგონას არც ნებიანი მზერის ხასიათზე იყო, არც მისი ახნადელი თავხედობა მოსწონდა. თუმცა დაუპატიჟებელი სტუმარი თუ მასპინძელი ის ხომ საძინებელში დაუხვდო, უკვე აღელვებდა. თანაც უნდოდა გაიგო, ვისი დამსახურება იყო ლამაზმანის სიურპრიზად დახვედრება ნომერში. შენ გაბრაზებას გცოდნია, ლამაზო, მაგრამ მე რომ არ გელოდებოდი, ხიმილით ვერ შეიკავა უჩა. გამიღიმაო და მეტი რაღა უნდა ლამაზმას, ისევ ტახტზე დაბრუნდა. ძელი ფეხები ისევ ბოლომდე გამოაჩინა და უჩას გამოხედა. თითქოს ეუბნებოდა მოუთმენად გელოდებიო. რამდენიმე წუთი ნომერში შიჩუმემ დაესაგუძრა. ერთმანეთს გამოცდილად უყურებდნენ, თუმცა კი არც ერთს არ ჰქონდა ლაპარაკის სურვილი. ბოლოს უჩა ფეხზე წამოდგა. ლამაზმას თვალები გაუწყინდა. ჩემსკენ მოდისო და შესახვედრად წამოიწია მონატრებული ქალის ნიღბით, მაგრამ ძალიან განცვიფდა. როცა უჩა მისკენ კი არა, კარისკენ გაემართა. მე კი მეგონა ჩემთან მოდიოდი, გაიბუტა ლამაზმანი. საათ? გამოხედა უჩა. საადა ჩემთან. უნდა მოსულიყავი? აბა არა, ფუძენ უნდადო, უკვე გადამიხადეს. კი მაგა ვინ გადაგიხადა, გაუკვირდა უჩას. იმ ბებერმა, სასტუმროს უფროსმა, უხალისო წამოიძახა ლამაზმარმა. მოდა ახლა ნახავ და შენთან გამოუშვებ. დაამშვიდო უჩამ. ხომ არ გაგიჟდი, იმასთან რა მინდა, მე შენთან მინდა, თანაც უკვე ძალიან მომწონხარ. გოგონა ისევ ტახტზე წამოსკობდა. ეხ, მე რომ იმპოტენტი ვარ, ხუმრობის ხასიათზე დადგა უჩა. ვაიმე, მე კიდე მეგონა აღარ გააგზელა ლამაზმარმა, თუმცა კი სასწრაფო დაზინა. არა უშავს, ნუ გეშინია, მე შემიძლია რაღაც მოგეხეხო. მართლა შემიძლია. უჩას ჩაეცინა. არა ტონი, ჩემ თავს როგორმე მივხედავ, შენ კი გიჩენია ადგე და შინ წახვიდე. მაგრამ მე მითხრეს რომ მთელი ღამე შენთან უნდა ვიყო, უნდა გაგართო. კი მაგრამ ეს ვიღა გითხრა. მართლა ვინ მეტყოდა? მოდა წადი ახლა იმ შემართვეთ და მე კი შემეშვი. არა, ასე არ გამოვა. მე რომ ახლა აქედან წავიდე, მართველი მთელ ფულს უკან წამართმევს. ასე რომ ერთი ღამით შენთან უნდა დავჭი. თან იქნებ ტონი მასურად გამოხედა უჩკავალეს. უჩა ერთხელ ჩაფიქდა, მერე კი ხელი ჩაექნია და დათანხმდა. კარგი ჯანდაბას იყავი, ოღონდ ზედმეტები არ იყო. იცოდე, მე ვახშამს შეუკვეთ. შენთვისაც რა თქმა უნდა, იქნებ მენიუს არჩევაში დამეხმარა. ამრეზილად უკვე აღარ უყურებდა აბეზარ ლამაზმას. პრეტენზიული არა ვარ, თავარია ბევრი ლუდი იყოს. აქიცია მე რომელი ლუდი მიყვას. ისე მასურად ჩაიღიმა და ნებირად ჩაეშვა სავარძეში. ახალგაზრდა პორტიემ ნომერშივე უხვიდა მრავალფეროვანი სუფრა გაუშალა უჩას და მის ლამაზმას. ჩაცივებული ფრანგული შამპანულის კი მოუტანა ყინულებიანი ვედროთი და მოღიმარი შეცქეროდა უჩას. გავხსნა თუ არაო. უჩამ თვალით ანიშნა, ჯერა გვინდაო და სუფრას გადახედა. ეს ყოს ჩაშუშულია ბანანის соуსით. ეს კიდევ შემწვარი ორაგული, ფრანგული ყველიც გვაქვს, უნგრული სალიამეც, შებრაწული ქათამეც, დესერტს მოგვიანებით მოვიტან. გინდათ კოქტეილს მოგეზადეთ. ან ღვინო შემოგთავაზეთ. იცით ფრანგულია თუ არ ვწდები 1950 წელს დაწურული. ტონის ვიცი ლუდი უყვარს და ბავარიის ლუდი მოგიტანეთ. ჩეხური შავიც, წვენებიც გვაქვს. ხო, შავი ხიზილარად მოგიტანეთ. ეგზოტიკური ხილიც გვაქვს. მართლა შეიძლება წვნიანიც გინდოდეთ. არ მოგერიდოთ. სოკოთიც გვაქვს და ყვავილოვანი კომბოსტოთიც. რომელი მოგართოთ? თუ მოისურვებთ, პიცასაც გამოგიცხოთ. ჩვენ მზარეული, ან იქნებ კარტოფილის ფრი გინდათ. არა და არ შედებოდა პორტიე. ყველაფერს პიცა მირჩევნია. კარგა ხანია ვერ მოვიცალე პიცისთვის. რაღაც ხომ უნდა ეთქვა და სხვა ვერაფერი მოიფიქრა უჩამ. ახლავე დავრეკავ და 5 წუთში პიცას მოიტანე. თვალები გაუფსკინდა პორტიეს და ისევ განაგზო. ჩვენ სასტუმროში რომ აცხობენ, ისეთ პიცას იტალიაშიც კი ვერ შეხვდებით.
თუ არა და ნახავთ. კარგი გიჯერეთ, ოღონდ ახლა დამშვიდით. მესამე თებში და ჭიქა მოიტანეთ და შემოგვიეცდით. რატომღაც მოეწონა უჩას ეს ემოციური ახალგაზრდა კაცი. მადლობთ, მაგრამ მეუფლება არ მაქვს. თქვენ სუფრასთან დავждე, უხერხულად შეიშმუშნა პორტიე. რატომ რა ხდება ასეთი? სამსახური არ შეიძლება, მაგრამ მე რომ გთხოვოთ, არც მაშინ არ შეეშვა უჩა. ეს ჩემს არ არის დამოკიდებული, მე მუშაობ, სამსახურს ხომ არ მივატოვებ. შენ სადექი რაც მოსატანია, ყველაფერი ერთბაშად მოიტანე და მერე შემოგვიერთდი. გამოსავალი მოძებნო უჩა. ახალგაზრდა პორტიე დაიბნა. ისეთი სტუმარი, რომელიც თავის სუფრასთან საბავშვოდ ეპატიჟებოდა, არასოდეს შეხვედრია. რა ქვია მეგობარო, იკითხა უჩა. არტური პողოსიანი ვარ. სომეხი ხა? გაუხარდა უჩას. დიახ, სომეხი ვარ. ჩემი წინაპარი პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოსულა ამერიკაში. გახარებული ჩანდა არტური. მეზობლები ყოფილა, წამოიძახა უჩა. როგორ თუ მეზობლე? მე საქართველოდან ვარ. ჩამოვიდი, გაგიგია საქართველო. სომხეთის მეზობლადაა. სომხურად ლაპარაკო, ახლა ამით დაინტერესდა უჩა. ერთი-ორი სიტყვა კი ვიცი. თითქოს ბოდიში ხდიდა არტური, რომ სომხური ენა არ უსწავლია. არა უშავს, გაუგებთ ერთმანეთს. ახლა წადი, რაც ჩამოთვალე. ყველაფერი მოიტანე. კიდევ წითელი ღვინო დაუმატე. ქართული არ გექნებათ, მაგრამ არა უშავს, გერმანული იყოს ან ფრანგული. ეს შენ უფრო იცი. მე ახლა ჩამოვიდი ამერიკაში. აქაურ სასმელების არაფერი გამეგება. მე მოგიყვები. იცი რამდენი სომეხი მეგობარი მყავს? არამიკას მეთვალობდი, რა თქმა უნდა. არამიკა ვინ არის? სომხური სახელის გაგონებაზე ყურის ქვიტა არტურმა. შენ რაც მოგაქვს, ის მოიტანე და მე აგესნა. ვინ არის? გაიღიმა უჩას და მოხერხებულად მოკალათ და მაგიდასდა. არტური ოთახიდან გავიდა. ტონი არ მოგვედა მაგ ტახტზე წოლა, გამოდი ვახშავს მოიტანე. შინაურულად გაზახა ლამაზმას უჩა. მომქაცრმა გზავრობამ ნიუ-იორკის სეულმა პირველი შტაბ-წლებებმა სასტუმრომ ამ მოუშორებელი ლამაზმანი და გულღია სომეხი პორტიეტი ისე ააფორიაკა უჩა, რომ მარტო დარჩენა აღარ უნდოდა, თანაც იცოდა ჯიმი გვიანობამდე არ გამოჩნდებოდა. ამასობაში სასტუმრო ოთახში ტონი შემოვიდა, საძინებლის მკვეთარ შუქზე არ ჩანდა, რომ გოგონა ასეთი უზადო იყო. მე თუ რა ლამაზია, ამისგან კინოვარსკვლავი თუ არა, მოდელი მაინც დადგებოდა. თან პოპულარული, ეს კი ბოზობით იჩერს თავს. ეტყობა მართლა ელიტარული ბოზია, როგორც ჩვენთან ამბობენ, და ალბათ ძალიან ბევრს უხდიან, რომ ამისი გარეგნობის პატრონი სერიოზულ სამსახურზე უარს აცხადებს. ფიქრობდა ჯიმი და უკვე თავს ვეღარ აშორებდა ტონის. მისი მზერა გოგონას ხან გაბუტუტუშებზე დააკრებოდა, ხან კიდევ დეკორტიან ლამის ამოცვენო ძუძუებზე. ნეტა სილიკონის ხომ არ არის, არადა ისე ლამაზად გამოიყურება. ამ თავის სულელო ფიგზე თავადვე გაეცინა უჩას. უჩას სიცილმა უარყოფილ გოგონას განწყობას გამოუკეთა. ჯერ მუხლებზე დაუპირა უჩას ჩამოსკუპება, მაგრამ მან თავაზიანად მოიშორა და სკამზე მიანიშნა. ისიც მორჩილა დაждდა და სუფრას ამრეზით გადახედა. ნუ გეშინია, კიდევ ბევრ ამას მოიტანს არტური. დაამშვიდა ტონი უჩამ და მინერალური წყლის ბოთლი გახსნა. საიდან ჩამოხვედი ნიუ-იორკში. აქცენტზე გეტყობა აქაური არ ხარ, კითხა უჩამ გოგონას. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? რა ვიცი, მე მიყვარს ადამიანების ახლოს გაცნობა. მაინტერესებს მათი წარმომავლობა, მაინტერესებს კონტინენტები, ქვეყნები, ერთ სიტყვით მოგზაურის თვისებები გამაჩნია. ვინმეს რო გავიცნო, ყველაფერი ერთბაშად მინდა ვიცოდე მის შესახებ. გულახდილობის ხასიათზე მოსულიყო ჩუჩა. პუერტო-რიკო გაგიგია? გამოცდილად გაუღიმა ტონი. გამიგია, როგორ არა? დიდი ანტილის კუნძულები, ატლანტიკის ოკეანე, ამერიკის კიდევ ერთ შტატად აღიარებული სახელმწიფო. მოგზაურობა ჩემი ჰობია, ასე რომ პუერტო-რიკოშიც ვიყავი. ზუსტად იმ დროს, როცა ექსბალიანი მიწისძვრა მოხდა, თანაც სწორედ ეპიცენტრში. საბედნიეროდ არაფერი დაზიანებულა, უბრალოდ ცოტა შემეშინდა. სხვათა შორის სეისმურად გვარიანად გაუმაგრებიათ ამერიკელებს. კიდევ რა ვიცი, ღამურების ხარია, ეგ შენი პუერტო-რიკო. ამდენი ღამურა ცხოვრებაში არ მინახავს. კიდევ ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს თქვენს მთავარ ქალაქში, სან-ხუანში. სადღაც ისიც წავიკითხე, პუერტო-რიკოდან ყოველდღურად ყველაზე მეტი ადამიანი ტოვებს თავის მხარეს და ნიუ-იორკში ეძებს თავშესაფარს. ეტყობა, შენც იმათ შორის ხარ. სხვათა შორის ისიც ვიცი, რომ პუერტო-რიკო გასული საუკუნის 50 წლებში თავისუფლად შემოერთებულ სახელმწიფოდ გამოაცხადეს ამერიკელებმა. უჩა ესე გაერთო პუერტო-რიკოს მიმოხილვით, რომ ტონი პირდაღებული უყურებდა. მერე გაუცებული წამოხდა, უჩას ლოყაზე აკოცა და წამოიძახა. ამდენი რამე პუერტო-რიკოს შესახებ მეც კი არ ვიცი. ძალიან მაგარი ვინმე ყოფილიყარო.
უჩას გაეღიმა, ეს სიამოვნა ლამაზი გოგონას ქათინური და კოცნად შეიფერა. სიამოვნებით ვიმოგზაურედი პუერტო-რიკოში კიდევ ერთხელ. გამოაცხადა სადღესასწაულო ტონი და ამ დროს არტურიც შემოვიდა უზარმაზარი ურიკით. ზედ იმდენი საჭმე სასმელი და სასუსნავი ეწყო, აქ კაც მაინც ეყოფოდა. ეს რა ამბავია არტურ, ჩვენ რა სვავები ხომ არ გონივა, კმაყოფილებით შენიშნა უჩამ. სამაგეროდ ყველაფერი ისე გემრიელია, ალბათ ნამცეცაც არ დატოვეთ. თან ბევრი ისეთი კერძია, თქვენ რომ ძალიან გიყვართ, ჯიმი. თავი მოიწონა არტურმა და გვერდზე გაეხმო უჩა. რაღაც უნდა გითხრათო. უჩამ ტონის ბოდიში მოუხადა და საძინებელში შეყვა არტურს. ეს საქმე სომხეთი საიდან გაგახსნდა, ჯიმი? ეტყობა მოსკოვში რომ მუშაობდით, იქ გაიცანით სომხები და ქართველები და ახლა გინდა ტონის უთხრათ, რომ ჯიმი კი არა ვიღაც ახალ ჩამოსული ქართველი ხარ. უჩა დაიბნა, მიხვდა რომ ახლა სიმართლის თქმა არაფრით შეიძლებოდა. სულეთია ეს ამერიკელი სომეხი მაინც არ დაუჯერებდა, ამიტომ ბედს შეურიგდა და არტურს დაეთანხმა. მაგარი ალღო გაქვს, როგორ მიხვდი ყველაფერსო. მე შესთავაზა აუცილებლად დარჩი და ჩვენთან ივახშე, მართლთან საქმე მე მოვაგვარებ. არტური მორბადა უჩას კამპანიის გაწევაზე დასთანხმდა. პროფესიული ვირტუოზულობით გაშალა სუფრა, გახსნა შამპანური და მაღალ ბოკლებში ჩამოასხა. მერე გერმანულ საფირმო ღვინოს ბოცას კორპუს საძრობით მოხსნა სახურავი და საგანგებო დაბალი მომრიგებული ბოკლები შემოუწყო. თევშებით სამ კაცზე გაშალა. მაგიდასთან დაждდომა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და ფრთხილად დაეძრა კარისკენ. კი, მაგრამ სად მიდიხარ, არტურ? მიაძახა უჩა. თუ დაგჭირდებით, როგორც გითხარით, ღილაკ თითი დააჭირა, თქვენთან გავჩდები. მორიდები ჩაელაპარაკა არტურმა. აბა რას ამბობ, არტურ? ჩვენ ხომ შევთანხმდით, მარტო მტოვებ? იწყინა უჩამ. არტურმა გაოცებით გადახედა ჯერ უჩას, მერე ტონის, რომელიც უკვე გემრიელად ილუკვემოდა და შამპანურის ბოკლისთვისაც წაეტანა ხელი. აბა ნახე, ტონი, უკვე ვეღარ ითმეს. მოდი, დავსხდე და შამპანური მივირთვო. და უჩამ ამ სიტყვებით არტური თითქმის ძალით დასვა სკამზე. უჩამ მთელი დღის ემოციები დატვირთულ ერთბაშად მოეშვა. შამპანური დალია, ღვინოც, გემრიელადაც ივახშმა. ლამის ყველა კერძიდან ნუგბარი გასინჯა, თანაც არც საქებარ სიტყვებში იშურება. მართლაც რა გემრიელია ყველაფერი, არა ტონი, მოკლედ სამეფო სუფრა დამახვედრეს. შენ კი ტონი ამ ლამაზი სუფრის ლამაზი სამკაული ხარ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არტურით აღთუვანებული ვარ. ოღონდ ცოტა მეტი რომ დაელია, აჯობებთ. მთელი ბოთლი ღვინო და შამპანური თითქმის მე და ტონიმ დავლიეთ. არტურს ერთი ბოკალი შამპანური ბორონდი არც მიურთმევია. გამოდის ერთგული მუშაკია, თან რა ლამაზად გაგვიშალა სუფრა, ერთ სიტყვით ნამდვილი პროფესიონალია. დიდი მადლობა, ჯიმი. თქვენზე ჩვენ მმართველმა ისე გაგვაფრთხი და ყურადღებით მოემსახურეთ. ზედმეტი არაფერი თქვათ და რაც გთხოვოთ, მაშინვე შეუსრულეთო. ძალიან მკაცრი კაცი იქნება მეთქი, ვიფიქრე. თქვენ კი აგერ თქვენ გვერდით მავახშმეთ. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენთ. აღთუვანებით ლაპარაკობდა არტური. ხო, ნიუ-იორკში პირველად ჩამოვიდა, თქვენ პირველები ხართ, ვისთანაც ასე გულახდილად ლაპარაკობ. სასმეს ლაპარაკის ხასიათზე მოეყრენა უჩა. კარგი რა, მისტერ ჯიმი, ნიუ-იორკში პირველად როგორ ხართ? ისე გაწით და არტური თითქოს რაღაც შეეშალაო. მე კი საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. ბევრს მიაჩნია, რომ ნიუ-იორკი სულაც არ არის ამერიკა. ნიუ-იორკს მსოფლიოს დედაქალაქად მიიჩნევა. ამბობენ კიდეც, ნიუ-იორკში თუ იყავი, გამოდი მსოფლიო მოვლილი გახსო. გახალის და არტურის. ოჩახ არტური, ეს საიდან წაიკითხე, დაინტერესდა უჩა. საკითხავად დროს ადმახს, მისტერ ჯიმი. ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე ვნახე და გავიზრდე კიდე ჩემ ფეისბუქზე. ისე სიმართლე გითხრათ, მართლა ასია. ნიუ-იორკში რომელი ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანს არ შეხვდები. ამას ალბათ თქვენც ჩამოსვლისთანავე იგრძნობთ. მისტერ ჯიმი, ამ გულიხდემა საუბრმა თითქოს ბევრი რამ გაუჩინა საერთო უჩას და არტურას. უჩა ახლა საბოლოოდ აწმუნდა, რომ იგი აქ ისე მიიღეს, როგორც ჯიმი. ისე მოვლენო, როგორც ერთ დიდარ განებივრებულ ამერიკულ ახალგაზრდა კაცს. თუმცა უჩას ახლა ძალიან სჭირდებოდა ვინმესთან ერთ რომელიმე თემაზე მაინც ელაპარაკა გახსნილად და დაუძაბავად. ამაში მას ღვინოს ეხმარებოდა. აბა არტურ, ბოკლები შეგვივსე. ძალიან მაგარი ღვინო მოგიტანია. ხომ არ დაგვემატებინა? სასმლის მაყობლი ჩანდა უჩა. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ არტური წამოხდა. სულ რამდენიმე წუთში კი ორი ბოთლი ღვინით დაბრუნდა. ეჩემი საჩუქარი იყოს, ჩაილაპარაკა ერთ-ერთი ბოთლის კორსაძრობი მოუმარჯვა.
უჩას გაიღიმა, მიხდო რომ ამ საჩუქარი უარეს თქმა არ გამოუვიდოდა. ღვინით სავსე ბოკალი აიღო და მორიგი სადღეძილოსთვის მოემზადა. სამივემ ერთმანეთ დალიეს ერთმანეთის გაცნობის ადგილზე და სამივენი გამხიარულდნენ. მართლაც ცხოვრების გიჟური ტემპია აქ ნიუ-იორკში. დაიწყო უჩამ ფილოსოფოსობა. სანამ სასტუმროში მოვიდოდი აეროპორტიდან, ასე მეგონა ნახევარი მსოფლიო მოვიარე მეთქი. ოჩახ თქვენ, როგორ უძლებთ ამ ყველაფერს? უჩამ ჯერ არტურს გადახედა, მერე კი ტონის. სხვა რა გზაობობს, მისტერ ჯიმი, შეჩვეულები ვართ. უპასუხა არტურმა და აშკარად შეეტყო, რომ ამჯერად უკვე ყოველგვარ დაძაბულება მოეხსნა. უჩას მეგობრულმა გულახდილმა დამოკიდებულებამ თავისი გაიტანა, ვისთან არ ჰქონია ურთიერთობა არტურ სასტუმროს სტუმართაგან. ამ სასტუმროში კი განსაკუთრებით ამ ნომერში უმთავრესად შეძლებული ხალხი მოდიოდნენ. ყველა თითქოს რაღაც უხილავი ღობით შემოიზღუდავდა ხოლმე თავში. ეს ღობე ზოგჯერ წნელისა იყო, ზოგჯერ კიდევ რკინის, თუმცა ვერც იმ წნელისა და ვერც იმ რკინის ღობის მიღმა ვერ დაინახავდი ოდნავ სითბოსაც კი. არტური შეჩვეული იყო ამას და თავის მოვალეობას ზედმიწევრით ასრულებდა. ნასწავლი ღიმილი და მექანიკური დაზეპირებული პასუხებით სასტუმროს ბინათათა შეკითხვებზე. სხვაგვარად ვერ წარმოედგინა. რამდენიმე კარგად ნასწავლი ფრაზაც კი ჰქონდა, რომლითაც ახალმოსული ხდებოდა ხოლმე. უჩა კი ამ ჩარჩოებს ცდებოდა, არ დამცავი ღობო რა გვაქვს თავის გარშემო. მეტი თვითონვე ცდილობდა საერთო ენა გამოენახა სასტუმროს მომსახურე პერსონას შორის. არა აშკარად განსხვავებულად იცეოდა ერთდიდარი კაცი. ტონიც კი ლამის თავისი წრის ქალად მიეჩნია. არტური უყურებდა უჩას და მის წარმოდგენით მისტერ ჯიმის და ცდილობდა ამ საიდუმლოს გასაღები მოეძებნა. უჩა კი ამასობაში მომდენოს ადგილზოლისთვის ემზადებოდა. არტურისა და ტონის გასაოცრად სამივე ბოკალი ბოლომდე შეავსო. თავისი ბოკალი აიღო, წამოდგა და დაიწყო. ამ სასიმისლით, ჩემო ახალო მეგობრებო, თქვენ გაგიმარჯვოთ. რა გინდათ ახლა თქვენ აქ, ამ გიჟურ და თაბრუდანხო ქალაქში. ცხოვრების სახსას შოულობთ და აქ და იმიტომაც მუშაობთ. აგერ ტონი ცოტა იმაზე მეტი გადაუხვადეს, რასაც შეულებრივად შოულობთ და მზად არის მთელი ღამე, როგორც ვიტყვი, ისე მომეფეროს. და შეიძლება უდნავადაც კი არ მოვწონდე. ასიზა არ მოფერება და ამ სასტუმროში ცხვირს აღარ შემოაყოფინებენ. იქნებ ახლა ისიც მითხრათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში კრეფინგი არ არისო. ხო, ერთი მხრივ თუ ვიმშელეთ არ არის. რადგან ტონი საკუთარი სურვილით მოვიდა ამ სასტუმროში, სწორედ ამ თანამდებობაზე სამუშაოდ, მაგრამ მეორე მხრივ თუ მიუდგებით, უნდა კი ამ ულამაზეს გოგოს ხვების ვნება და დასაწყრომად ყირაზე დადგომა. აბა კითხე არტურ, თუ უნდა არ ურჩევნია მოდელად იმუშაო სადმე ან რომელიმე ფეშენ სალონში სუნამობის დეგუსტატორად, ან სულაც რომელიმე ბიზნეს კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად. კი ურჩევნია, მაგრამ იგი 2 თუ 5 წლის წინათ ჩამოვიდა პუერტო-რიკოდან და შეერთებულ შტატებში მხოლოდ ამგვარად თუ მოახერხებს დამკვიდრებას. არტური კი დღე და ღამე ასწორებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაციას რომ როგორმე თავი მოაწონოს. სტუმრებს ლამის ზედ გადაეკოს, ნებისმიერ კაპრიზს უსრულებს, ტკივილისგან თავის რომ უსხდებოდეს მაინც იღიმის. აგერ ლამის დაუჩოკე, ჩვენთან ერთად ივახშმე და 1-2 ჭიქად დალია მეთქი და მე ლამის მეორე ბოთლით დავცვალე. მას კიდევ ერთი ბოკალი შამპანური დაულევია ბოლომდე. სამსახურის დაკარგვის უფრთხილდება, მეც კი არაფერს. იმიტომ რომ იცის აქედან რომ გააგდონ, ახლა სამსახურში დახასიათებად მოსთხოვენ და დაღუპულია კაცი. მეც რა ცოტა თქვენზე მეტი ფული თუ მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც მინდა ის გაკეთებინოთ. უჩა კიდევ აპირებდა თავისი მოსაზრებების გადმოქმედებას, მაგრამ ტონი ვეღარ მოითმინა, წამოხდა და უჩას ბოკალი გამოართო. ჯიმი, შენ მგონი უკვე მთვრალი ხარ, გაგვაგებინე მაინც რას გამოგვაშტერე ამდენი ფილოსოფიით. რა გინდა ჩვენგან, რას გადაგვეკიდე? მორას ვკითხავ, დამიჯერე არაფერი გამოგია. კიდევ ვიმეორო, ვითხარი რა გინდა ჩვენგან. არაფერი, უბრალოდ თქვენთან მეგობრობა მინდა. მე და რისთვის? არაფრისთვის, უბრალოდ ვიმეგობროთ. რა არის მეგობრობაში ცუდი? რადგან ფული მაქვს, მაინდა-მაინც უნდა მემსახურებოდეთ ერთ ლოგინში, მეორე კიდევ სუფრაზე. ჩვენ ნიუ-იორკში ვართ, მისტერ ჯიმი, ხომ რა გავიწყდებათ ისე თქვენობით მიმართვაზე გადავიდა ტონი. მაგას რა დამავიწყებ, ჩაიცინა უჩა. მისტერ ჯიმი, მე წავედი, რადგან არ გჭირდებით და რადგან არც მართველთან აპირებ ჩემ დასმენას. ავდგები და წავალ. უამრავი კლიენტი მყავს, ვინც ამ ღამეს სიამოვნებით გაატარებს ჩემთან და იმაზე ნაკლებ გადამიხდის, რაც თქვენთვის გადაიღო სასტუმროს მმართველმა.
რატომაც გაბოროტებული ჩანდა ტონი, მის ქალიური მიმხობლილობითა და სექსუალობა რაღაც გამქრალიყო. უჩამ ჯიბიდან $100 ამოიღო და მაგედაზე დაყარა. აიღე და წადი. გაღეზიანებულმა მიმართა ტონის. და სამაგეროდ არაფერს ითხოვ ჩემგან, გაიკვირვა ტონი. სხვასთან დააიხარჯე, მეგეძია დროზე აახვი აქედან, დრო რომ არ დაკარგო და მეტი ფული იშოვო, უხეშად უპასუხა. ცოტას და ალბათ იფეთქებდა ტონის რომ რამე ეთქვა. ისი ჩანდა გამოსცილი იყო ამგვარი რამეებში. ფრთხილად აიღო ფული, საძინებელში გავარდა, 2 წუთში თავში ჩანთითა და მოსასხამით ღეში გამოვიდა და ნომრიდან გასასვლელისკენ გაემართა. კათა რომ მივიდა, უკან შეჩერდა და მოტრიადა. ეს ჩემი სამუშაოა, მისტერ ჯიმი. არ გეწყინოთ, მაგრამ ცხოვრებაში იმდენი რამ მინახავს, არავის ჭკუის დარიგებას ამჭირდება. ყველაზე მეტად კი რასაც ვერ ვიტან, გულახდილობაა. ჩემთვის წარმოუდგენელია უცხო გზნობა. ასე რომ ფეშენის ოფისებში მუშაობა ჩემი ხელობა მიჩევნია. თქვენ გინდა მეძავი დამიძახეთ, გინდა სასტუმროს ბოზი. მე ამგვარი ცხოვრებით კმაყოფილოა, ასე რომ არავის თანაზრობა არ მჭირდება. ფულზე უარს არ ვიტყვი, თანაც აქ ალბათ $1000-ზე მეტი არც არის. მე კი ბევრად მეტი გადამიხადეს, აბა კარგად. თუ გადაიფიქრეთ ჩემთან ღამის გათენებას მოისურვეთ, მეწმუნეთ თავს მართლა და გამახსოვრეთ. ტონიმ ისე დაიბრუნა თავდაპირველი მაცური ქალი გამოხედვა და კარი გაიხურა. უჩამ თავი გაიქნია და სინანული ჩაეცინა. ერთხანს გაუგნებული მიშტერებოდა კარს. ვერაფრით გაიგო რა ეწყინა მისგან ტონის. ორმაგი გასამჯერო აიღო, თანაც სრულიად არაფერში და უკმაყოფილოდ კი წავიდა. ცოტაც დააკდა და ალბათ კარსაც გაეჯახუნებდა. შენც ასე ფიქრობ, არტურ? არ შენ გიყვარს ვიმე რომ სიმართლეც გეტყვის? მიუბრუნდა უჩა არტურს. არტური შეიშმუშნა. ეტყობოდა რომ მომხდარმა ისიც სერიოზულად დააფიქრა. მეტიც ლაპარაკის საღერღელიც კი აეშალა. მისტერ ჯიმი, დაეწყო არტურმა. ამგვარ თემაზე არც არასდროს მიფიქრია. ვიცი რომ ჩემი საქმე უნდა ზემიწევნით გავაკეთო. თუ ასე არ მოიქცევი, უბრალოდ სამსახურს დავკარგავ და ეგ იქნება. ვეღაც ბინის ქირას გადავიხდი, ვეღაც 1000 გვარ გადასახადს. თრიულ მუშად მომიწევს მუშაობა. ისიც ან ვიშოვი სამუშაოს, ან არა და კიდე სხვის პრობლემებზე ნაკლებ ვიწუხებ თავს. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რაც მე მეხება. ისიც ვიცი, ჩემ პრობლემებს ვერავინ გადამიჭრის და არც მე ვდარდობ სხვის გასაჭირზე. ამგვარ რამეებზე ფიქრი ტყუილი დროის დაკარგვაა და მეტი არაფერი. უჩამ სახეზე მოისვა ხელი. ეს შენი ზოგადი ხედვაა, მაგრამ მეგობრებიც ხომ მყავს, ახლობლები, მათთან როგორ გაიქცევი? ჩუმად იკითხა უჩა. მეგობრებთან? შეყოვდა არტური. ისევ როგორც ყველასთან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, მყავს კი მეგობარი? დავიჯერო სრულიად მარტო ხარ? არა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მარტო ვარ, მაგრამ ისე ურთიერთობა, რასაც მეგობრობა ქვია, რაღაც დროის შემდეგ იკარგება კიდეც. თითქოს დროს მიხვება. სკოლაში მყავდა მეგობრები, ერთად სწავლობდით, ერთად ჩხუბობდით, ერთად დავდიოდით, ერთად თამაშობდით. გავიდა წლები, ახლა ისინი სად არიან, არც კი ვიცი. იგივე მოხდა კოლეჯის ამხანაგებთანაც. ახლა კი თანამშრომლებთან მეგობრობ, მაგრამ ისიც ჩვენივად ვიცი, სამსახურს თუ გამოვიცვლი, ისინი დაიკარგებიან. ერთ სიტყვით არ ვიცი, როგორ განგიმარტო ყოველია, მაგრამ მე ვამბობ იმას, რაც ხდება. შეიძლება ვცდები. გამოდის შენთვის ხარ, შენი მეგობრები თავისთვის. არ შენ გაქვს იმათი იმედი და არც იმათ შენი. გამოდის მხოლოდ საკუთარ თავის იმედზე ხარ. უჩამ ეს დასკვნა არტურის მსჯელობიდან გამოიტანა. ასეა, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ვარ. თუმცა რომ დამჭირდეს დახმარებაზე უარს არ მეტყვია, მაგრამ რატომ უნდა შევაწუხო ჩემი პრობლემებით? თავიანთი ხომ ისედაც თავზე საყრელი აქვს. არტურმა უჩას გაუღიმა, თითქოს თანაგზნობას მოელისო. უჩამაც ღიმილით უპასუხა. მანამ ამერიკა სომეხში გულღია ადამიანი ამოიცნო. ტონიზე რა სიტყვი, არტურ? რატომ გამიბრაზდა? დავიჯერო რამე ვაწყენინე? უჩა მართლა ვერ მიხვდარიყო, რა დაემართა პუერტო-რიკოელ ლამაზმას. მისტერ ჯიმი, ისევ შეგახსენეთ, რომ თქვენ ნიუ-იორკში იმყოფებით. აქ გრძნობებსა და ემოციებზე საუბრისთვის არავის ხელა. პრაგმატული ყოველდღიურობა და გიჟური სისწრაფე ამის საშუალებას არ იძლევა. ადამიანები რობოტებს არიან დამსგავსებულნი. მათი მთავარი მიზანი ფული შოვნაა. სხვა რამეზე ფიქრი კი უბრალოდ დროის დაკარგვად მიაჩნიათ. აი მთელი ფილოსოფია. ტონიც ერთი მათგანია, ამიტომაც არ უნდა გაგიკვირდეთ. თავისებურად აუხსნა არტურმა. აქამდე თუ იცნობ, 3 წელიწადი აქ მუშაობდა, ხშირად მინახავს. ჰაი ბაი, ეს არის მთელი ჩემი
ურთიერთობა. მეთი ჩვეულებრივი ლამაზმანია, ღამის ფერია. ის თავის საქმეს აკეთებს, მე ჩემსას. ერთმანეთი არ ამგონია შეგვიყვარდეს. მასთან ღამის გათევაზეც ვერ ვიოცნებებ, რადგან იგი ერთ ღამეში იმდენს იღებს, რამდენსაც მე ლამის მთელი თვეში მიხდია. ელიტარული მეძავია, აი ეს არის მთელი რეალობა. სევდა გარეულდა ხმაში არტურს. მე კი ვიფიქრე, ლამაზი გოგო იჩაგრება, ერთი-ორ თვლის სიტყვას ვეთქვი გოგონას და გაუხარდება მეთქი. ლამის ზედ დამამხო ყველაფერი. თავის თავზე ეღიმებოდა უჩას. ხოდა სწორედ მაგ თანაგზნობამ შეურაცხყო. ტონი მშვენივრად იცის, რასაც აკეთებს. ისიც მშვენივრად იცის, რომ თლად კარგ გზას არ დგას. იცის, რომ თუნდაც მილიონის გამო ალღის ღეულის გაყიდვა, მაგრამ თავს იმით იმართებს, რომ ამ ყველაფერს სამუშაოს ეძახის. ამ სამუშაოს სახელით მალავს იგი თავის ღირსებას, რომელიც მასში ღრმად მიძინებულა და როცა ვინმე სულში უძვრება და იმ ღირსებას უღვიძებს, ეს ბუნებრივია ტკივილს იწვევს, რაც გაღიზიანებაში გადადის და უკვე ვეღარ საზღვრავს, ვის როგორ მოიქცეს. აი ასე ახსნილი მე ტონის საქციელს. ისე დამაჯერებლად განმარტა არტურმა ტონის გაცეცხლების მიზეზი, რომ უჩა აღთუანებული დარჩა. არტურ, შენ გამოცდილი ფსიქოლოგივით ვსჯელობ, მართლა გამაოცე, აღთუანებული ჩანდა უჩა. ეხ, მისტერ ჯიმი, ფსიქოლოგობა აქ არაფერ შუაშია, ეს უბრალოდ ცხოვრებაა. ცხოვრება კი არის, მაგრამ შენ ამ ცხოვრების ანალიზის გასაოცარ უნარს ამჟღავნებ. ბევრს კი არ შეუძლია ეს. უჩა შექებამ არტური გაათამამა და გულახდილობის ხასიათზეც მოიყვანა. ბაბუამ ყავდა ძალიან ჭკვიანი კაცი. თავის დროზე ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. მას დავყავდი ხოლმე სკოლაში და სულ მიამბობდა 1000 საინტერესო რამეს. თავიდან სიმართლე გითხრა, ბევრს ვერაფერს ვიგებდი, მაგრამ რაც წამოვიზარდე, მერე და მერე უფრო ახლობელი გახდა ჩემთვის, ბაბუას და მისი რჩევებიც. იცი, ახლაც ხშირად მახსენდება მისი სიტყვები და არც თუ იშვიათად მის ნათქვამს ვითვალისწინებ ცხოვრებაში. ისე მაგრები ხართ ეს სომხები, ძმაკაცი მყავს ერთი არამიკა. ფეხს ისე არ გადადგამს, რომ არ დაფიქრდეს. წინასწარ ზომავს და წონის ყველაფერს. გაახსენდა უჩას თბილისელი არამიკა და გაეხიმა. მოდი არტურ, ახლა შენ გაგიმარჯოს. ყველა სურვილი თუ ოცნება აღსრულებოდეს ისე, როგორც შენ გინდა. უჩას კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ არტურის დაბნეულ სახეს რომ შეხედა, მიხვდა სომეხი ამერიკელისთვის სრულიად უცხო რომ იყო ამგვარი საგრძელო. ამიტომ ახლა სხვა მეთოდზე გადავიდა. სთხოვა ჭიქა დაეცალა და ახალი შეევსო. მადლობთ, მისტერ ჯიმი, ამ ბოკას დავსლი და მეც დაგტოვებთ. ხომ იცით, მაინც სამსახურში ვარ, არ მინდა შენიშვნა მივიღო. არტურის ამ სიტყვებში ისეთი თხოვნაც იგრძნობოდა, დროზე გამიშვიო, რომ უჩას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. კარგი არტურ, როგორც გინდა, მადლობერი ვარ, მცირე ხანს ჩემს კამპანიაში დარჩი. უჩამ ავტომატურად წაიღო ჯიბისკენ ხელი ფულის ამოსაღებად. არტურისთვის რომ ეჩუქებინა. უნებლიეთ არტურისკენ გაიხედა და მის თვალებში იმხელა წყენა ამოიკითხა, ხელი სასწრაფოდ ამოიღო ჯიბიდან. არტურს გაუღიმა, აშკარად გაუხარდა. არტური ნამდვილად არ გავდა იმ უცხოელებს, რომელთაც არაერთი შეხვედრია და რომლებიც ფულის გულისთვის ლამის ყველაფერზე მიდიოდნენ. ამ ახალგაზრდა კაცში იდო რაღაც თბილი და მოსიყვარულე გრძნობა, რომლის ნაკლებობასაც უჩა დიდი ხანია განიცდიდა. ეს შეიძლება იმ ურთიერთსიყვარულისა და ნდობის მონატრება იყო, რომელიც არტურს თავის ბაბუასთან აკავშირებდა. და უბრალოდ ეს იყო ნამდვილი ადამიანური, თბილი ურთიერთობებს მონატრებული კაცის ტკივილი, რასაც უჩა ბოლო პერიოდში არც თუ იშვიათად განიცდიდა. მისტერ ჯიმი, დაღლილი იქნები, დაისვენეთ, მე კიდევ ჩემს საქმეს მივხევდა და თუ შეიძლება, არტურმა ამ სიტყვებით მორიდებით შეხედა უჩას, ეთყობა რაღაცი თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა. შეხვდეთ ხოლმე არა? მიუხვდა უჩა, დიდი სიამოვნებით. დიახ, თქვენ მართლაც ასეამოვნო მოსაუბრე ხარ. ასე ბუნებრივად და უშუალოდ ბოლოს ვის ველაპარაკე, აღარ მახსოვს. მინდოდა ყველაფერი მომეყოლა თქვენთვის ჩემ ცხოვრებაზე, ჩემს ფიქრებზე. თითქოს უჩვეულო ენერგიამ გაიღვიძა ჩემში. მართლა არ ვიცი, რა მოხდა. უბრალოდ ასე კარგად თავი რამდენი ხანია არ მიგზვნია. უჩა სიამოვნებისგან გაიღიმა. ამგვარ რეაქციას არ მოელოდა არტურისგან. ვერაფრით გაიგო, ამ ერთ საღამოში რა მოხდა ისეთი, რომ ლამაზი მეძავი გააქცია, ხოლო პორტიე მეგობრად გაიხადა.
რა თქმა უნდა, არტურს სიამოვნებით შეხვდეთ ხოლმე ვისაუბროთ, ვიმეგობროთ, ვინც ის იქნებ საერთო საქმეც გამოგვიჩნდეს. თუ გინდა ხვალ საღამოსაც მოდი, თუ არ ვწდები, ისე აქ უნდა ვიყო. უჩა წამოდგა და არტურს ხელი მაგრად ჩამოართვა და განაგზო, მაგარი ბიჭი ხარ, არტურ. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს გავუკებთ. აბა კარგად. უჩამ ბეჭებზე მაგრად დაატყა ხელი არტურს, რომელმაც გამომშვიდობების ნიშნად მორიდებით დახარა თავი და ნობრიდან გავიდა. მარტო დარჩენილი უჩა დიდხანს შესწორდა მიხურ კარს, მერე ჩაფიქრებული საძინებლისკენ გაემართა. გაუხდელი მიწვა ტახტზე და მთელი დღის მართლაც რომ თავბრუდამხვევი ემოციებით გადაკაცურს მაშინვე ჩაეძინა. მისი დინა, ჩასუქებული შავკანიანი ქალი, ლამის 30 წელიწადიან მუშაობდა საფონდო ბიჟაზე დამლაგებლად. დილის 7 საათიდან იწყებდა ოფისების ჩამოვლას. როდესაც საბროკერო კომპანიის ოფისში შესულმა კომპიუტერთან ჯდომი ჯიმი დაენახა, განციფრებისაგან შეჰკივლა. ვაუ, ჯიმი ამუთენია, აქ რა მოგიყვანა. ჯიმი ხმარ გასა. მისის დინა შეშინებული მიუახლოვდა. თხრილად შეეყო ხელით. ჯიმი ძლივძლივობით გაახიდა თვალი და განციფრებული მიაშტერდა დამლაგებას. ცოცხალი ხარ, ჯიმი? ცუდად ხომ არა ხარ? გულზე მოეშვა დამლაგებას და ნაძალადევად გაიღიმა. უფრო იმისთვის, რომ ჯიმი დაემშვიდებინა. შენ როგორ ფიქრობ, დინა, როგორ ვიქნები? კითხვით უპასუხა ჯიმიმ. შვილო, მე მინდა კარგად იყო, თუმცა ამ დილადრიან აქ რომ დაინახავ კაცს, კარგზე ხომ არ იფიქრებ. ეჭვის თვალით შეხედა დინამ ჯიმის. საფონდო ბიჟა დაარსების დღიდანვე ყოველთვის უაღრესად დაძაბული ადგილი იყო. განსაკუთრებით ეს ნიუ-იორკის საფონდო ბიჟაზე ითქმის. ვინც ის რამდენს დაუფლითა ნერვები. დიდი ფულის შოვნის იმედით აქ უამრავი ადამიანი მოდის განუწყვეტლივ. დიდი ფულის შოვნა კი ყოველთვის დიდი ენერგიასთან და დიდ რისკთანაა დაკავშირებული. მით უფრო ბიჟაზე. ამ რისკებს კი, რომლებიც ყოველთვის როდის თავდება იღბლიანად, უამრავი გაუთვალისწინებელი შედეგი მოაქვს. ერთი თუ დიდდება, მეორე კოტდება. ერთსა თუ სიხარულისგან ლამის გული წაუვიდეს, მეორე სასწრაფო დახმარების მანქანით მიჰყავთ კლინიკაში, მწვანე ინფარქტის დიაგნოზით. ერთი თუ კანარის კუნძულებზე მიემგზავრება ფეშენვილის საყიდლად, მეორე თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ერთი სიტყვით აქ ცხოვრება მთელი თავის სიდიადით და სიმდაბლით წარმოჩინდება. ძალაუნებურად ამ ყველაფრის უშუალო მოწმენი ხდებიან აქ მომუშავე რიგითები, რომლებიც რაც რო გადის, მით უფრო ეჩვევიან ადამიანთა აღმა თუ დაღმასვლის, სიხარულისა და ტკივილის განცდათა ყურებას, ხოდა არც დინა ყოფილა გამონაკლისი. მისის დინა, რაც აქ მუშაობთ, რამდენი ადამიანი გაისტუმრეთ იმ ქვეყანას? გაუღიმა ჯიმიმ. შენ ხომ არ გაგიზდი, შვილო, მე ვინ უნდა გამესტუმრებინა? შიში წამოიძახა დინამ. ჯიმიმ გადაიხარხარა, მიხვდა რომ შეაშინა საცოდავე ქალი. მაპატიეთ, მისი დინა, სხვაგვარად უნდა მეთქვა. მოკლედ მაინტერესებს, რაც აქ მუშაობთ, ბირჟის ინტრიგებს რამდენი კაცი შეეწირა მეთქი. ეგ რა საკითხავია, ჯიმი, სხვა სალაპარაკო თემა არა გაქვს, არ ესიამოვნო დინას. უბრალოდ მაინტერესებს, წუხე მე რომ მომკვდარიყავი ბირჟაზე, მე რამდენი ვიქნებოდი. არა და მისი დინა, რომ შემოხვედი და აქ დამინახეთ, ხომ იფიქრეთ, ფული წაუგია და ფეხებით გაუფშეკიაო, ისევ იღიმებოდა ჯიმი. დინა კიდევ უფრო შეწფუნდა. მერე მხრებში გასწორდა, დოინჯი შემოირტყა და გაკაპასებულმა დაუცაცხანა ჯიმის. აბა, ახლა აქედან მოუსვი, თორე მე მართლა დამჭირდება იმის დადგენა, მე რამდენი იქნები. არა, ასეთი უჭკუო თუ იყავი, მართლა არ მეგონა. დინა ნამდვილად აღარ ხუმრობდა. ჯიმი წამოხდა და ოფისიდან სასწრაფოდ რომ არ გამოქცეულიყო, ნამდვილად შავკანიანი დამლაგებლის ხევრი გახდებოდა. სანამ ლიფტთან მივიდოდა, ერთი კიდევ მოხედა დამლაგებას. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა სიცილი და თავს უშველა. კარგი ბიჭია, მეტად ბიჟაზე საქმე კარგად დაეწყოს. ცოდუა წაგებისთვის. ჩაილაპარაკა დინამ და შეწყვეტილ საქმეს მიუბრუნდა. დილადრიან იშვიათად უწევდა ჯიმის ქუჩაში გასვლა. ახლა კი საფონდო ბირჟიდან გამოქცეულ სიამოვნებდა კიდეც შეთხელებულ ქუჩაში სიარული. ქალაქი ნელ-ნელა იღვიძებდა, თითქოს ღამეს დაეცხრა წინა დღის ემოციები, განცდები, რომლითაც ქალაქის ავსებულიყო.
დღე დაიბადა და ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა, სულთა ფუძლიდან თითქოს, რომელიც დღის ბოლოს ისევ შეივსებოდა 1000 გვარი რამით, კარგითაც და ცუდითაც. არც თუ იშვიათად ძალიან ცუდითაც. ხშირად უფიქრია ამაზე ჯიმის. ბავშვობაშიც კი ბრუკლინის ქუჩური გარჩევების, თანატოლებთან თუ უფროსებთან დაპირისპირების, ასევე არც თუ იშვიათად ჩალეწილი ცხვირპირისა და ჩალურჯებული თვალების ტკივილი ახალ გაღვიძებულზე თითქოს წარსულს ჩაბარებოდა. ხშირად უცდია დილის განწყობა მთელი დღით შეენარჩუნებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ცხოვრება ამის საშუალებას არ იძლეოდა და დროთა განმავლობაში შეეჩვია კიდევაც ყოველივეს. წინა დღეს ძალიან დაეძაბა სიტუაცია ბირჟაზე. ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, ერთგვარი დაუნდობელი პოლიტიკის გატარება მოუწია. გამარჯვების მისაღწევად ერთადერთი გზა კონკურენტის სრული გაკოტრება გახდა საჭირო. ერთხელ ჯიმი თავს იკავებდა, მაგრამ ზემოდან კეთილმყოფელმა მფარველმა კატეგორიულად მოსთხოვეს საქმის ბოლომდე მიყვანა. ჯიმიმ მათი ბრძანება კეთილსინდისიერად შეასრულა. საქმე კი მიიყვანა ბოლომდე, მაგრამ ამას მოჰყვა ათობით წარმატებული კომპანიის კატასტროფული განადგურება. სამუშაოს დაკარგვა უამრავი ადამიანისთვის. ათასობით ოჯახის ფინანსური კრიზისი. ჯიმიმ კი მიაღწია წარმატებას, მაგრამ ვის ხარჯზე? ათასობით გაუბედურებულ ადამიანის მარცხზე, რომლებიც დღეს ალბათ უკვე ღიად გამოთქვამენ თავიანთი უკმაყოფილებას და უკმაყოფილობათა კასკადით მთელი პრესა აჭირდებოდა. საგანგებო ტელე თუ რადიო გადაცემები მომზადდებოდა და ასე შემდეგ. მთელი ღამე თავის აქციაზე ფიქრობდა ჯიმი. შინაგანად დისკომფორტს გრძნობდა, მაგრამ სხვა გამოსავალს და გზას რო ვერ ხედავდა, იმით იწყნარებდა თავს. მე თუ არა, მაშინ სხვა გადამივლიდა და გამანადგურებდა. უბრალოდ მე დავასწარი მხოლოდ და ეგ არისო. ფიქრობდა და ცდილობდა როგორმე სხვა რამეზე გადართულიყო, მაგრამ არა და არ გამოსდიოდა. გუშინდე დღეს ვერ ავიწყებდა ეშვენიერი დილაც, რომელიც სხვა დროს ალბათ ძალიან გაახალისებდა. მაგრამ ახლა უჩას ჩამოსვლა ახარებდა ძალიან. ერთადერთი უჩა იყო ის, ვისთანაც შეძლებდა ბოლომდე გახსნილიყო, ვინც გაუგებდა და ვისაც შეეძლო მისი დაწყნარება. ჯიმი ფეხს აუჩქარა, ერთი სული ჰქონდა, მეგობარს შეხვედროდა. შეხვედრა. უჩამ ზის ხუვრესხივებმა გააღვიძა. შუადღე გადასულიყო უკვე. კარგად გამოძინებული და დასვენებული ერთხანს ვერც მიხვდა, სად იყო. მერე მშვიდად გაიხსენა ყველაფერი. ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. ცხელმა შხაპმა კიდევ უფრო გამოაცოცხლა. ისევ საძინებელში გამოვიდა. ფანჯრიდან ნიუ-იორკის სათამჯენებს გადახედა. მე-60 სართულიდან ახალი სამყარო გადაშლილიყო თითქოს. ჩაიცვა და მისაღებ ოთახში გამოვიდა. ტელევიზორი დაბალ ხმაზე ჩაერთო ვიღაცას. გაიფიქრა, ვაი თუ ისევ ტონი გამომეცხადაო და ერთგვარი შიშით მოათვალიერა ოთახი. ტელევიზორთან ჯიმი იჯდა და საინფორმაციო გადაცემას უსმენდა ინტერესით. ჯიმი, ეს შენა ხარ? როდის მოხვედი? რატომ არ გამაღვიძე? როგორ მომენატრე? მოდი გადაგეხვიო. ამ სიტყვებით გახარებული გაექანა ჯიმისკენ. ისიც წამოდგა, კლავები გაშალა და ორი თითქმის აბსოლუტურად ერთნაირი მამაკაცი ერთმანეთს გულიანად გადაეხვია. ჯიმიმ ისეთი ძალით მიიკრა ორეული მკერდზე, რომ უჩას ლამის სუნთქვა შეეკრა. როგორც იქნა მოახერხა და დამარცხებული მოჭიდავესავი ძურზე მუშტების დარტყმა დაუწყო. ჯიმი მოეშვა, ყიმილით მოაშორა მკლავები, ძმაკაც უკან დაიხია, ყურადღებით შეათვალიერა, მერე მაინც ვერ მოითმინა და ისევ კლავები შემოხვია. ჯიმიმ აღარ იცოდა სიხარული როგორ გამოეხატა. უჩა, რომ იცოდე როგორ მიხარია აქ რომ ხედავ. ძალიან მიხარია. მაინც როგორ გამიჭიდა შენი ჩამოყვანა, რა ბედნიერი ვარ რომ ახლა ჩემ გვერდით ხარ. სიხარულისგან ლამის ყვიროდა ჯიმი და ერთსა და იმავეს რამდენჯერმე იმეორებდა. კარგი ძმაო, დაწყნათი, ამომასუნთქე. ხომ არ გინდა რომ დამახჩო, ეღიმებოდა უჩას. კარგი, ახლა უკვე მართლა დავწყნარდები. როგორც იქნა, დამშვიდა ჯიმი და დივანზე ჩამოჯდა, თან უჩას მიუთითა. შენ ჩემ გვერდზე მოთავსდიო. ისფერია ვინ იყო ღამით რომ დამახვედრე? გეგონა სიურპრიზი მომიბზადე? საყვედურნარევი ღიმილით იკითხა უჩამ. ხომ მოგოწონა, თავის საქმის პროფესიონალია, ჯერ სადახარ, უფრო მაგრებს გაგაცნო. თავი მოიწონა ჯიმი. უჩამ იმავე საყვედურნარევი კილოთი გააგზელა. ან ეს ლიმუზინი დახვედრა რა იყო, ან კიდევ ასეთი ფეშენებულური სასტუმრო, დიდრული ნომერი, ალბათ რამდენი დახარჯა ყველაფერი ამაზე, როცა შეიძლებოდა. კარგი რა უჩა,
გააწყვეტინა ჯიმიმ. არ გინდა ეგეთები. მე ვიცი რომ მყავს ძმა, რომლისთვისაც არაფერი მენანება. შენ ახლა ჩემთან ხარ ამერიკაში და მე ვიცი როგორ გიმასპინძლო. თუმცა მე და შენ რამ გაგყო? დავიჯერო ვინმე შეძლებს ჩვენ განსხვავებას. გაიღიმა ჯიმიმ და ყურადღებით დააკვირდა უჩას. მერე კი განაგზო. ისე შენ უფრო გამხდარი მეჩვენები, მე კი ნახე მუცელი წამომეზარდა. ეთყობა აღარ ვარჯიშობ, შენიშნო უჩამ. არ გახსოვს მოსკოვში რამდენს ვარჯიშობდით? საბძალია მაგისთვის იმდენი საქმეა ლამის დავიხჩო, დაიწუწუნა ჯიმი. ქალებისთვისაც ვერ იცლი ხომ? გაიღიმა უჩას. ეგ სხვა თემაა ძმაო, გამხიარებდა ჯიმი. და შენი ჰობი მუსიკა, ბენჩი ხანდახან მაინც არ უკრავ? დაინტერესდა უჩა. შენ რა გინდა, მოკვდე? იცი რამდენი ენერგიას ხარჯავ ბენჩი დაკვრისას? ახლა ნამდვილად არ მაქვს ამაგისო ძალა, რომ აუდიტორია გავამხიარულო გიტარი. არ და ხანდახან იცი, როგორ მენატრება ბარში ბენთან ერთად გამოსვლა, შესჩილა ჯიმიმ ორეულს. ხო და რომ მივარჯიშებ და ცოტას მაინც ჩამოიფერთხავ ზედმეტ წონას, მაშინ უფრო ენერგიულიც გახდები და დროდადრო ბარში დაკვრასაც შეძლებ. თან ისე, რომ ოდნავადაც არ დაიღლები. უჩა წამოდგა და კართან მოთავსებული ღილაკისკენ წავიდა. ჯიმი, რა შეუკვეთო, რას დალე? ღვინოს, ვისკის თუ კონიაკს? რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და უჩამ ღილაკისკენ გასწია თითი. სტოპ, უჩა, არ დააჭირო, თითი, დაგავიწყდა, წამოიძახა ჯიმი, მაგრამ უკვე გვიან იყო, უჩას თითი ღილაკზე ეჭირა. დაგავიწყო უჩა, ჩვენი პირობა, ჩვენ ხომ ერთნი ვართ, ანუ მე შენ მე. ჯიმი ბოლომდე ვერ თქვა სათქმელი, რადგანაც კარზე თხილი კაკუნი გაისმა. კაკუნი და ჯიმის დივანზე გადაფრენა ერთი იყო. იგი მომენტალურად ჩაემარა სწორედ დივნის უკან. ოთახში პორტიე შემოვიდა. შეცდომებმა უჩამ პორტიო შეხედა. გამარჯობა მისტერ, რით მოგემსახუროთ? იკითხა მოსურმა. უჩამ პორტიეს ყურადღებით დააკვირდა. საჭიროდ ხო არ გამოიყურებაო და ნუ დარწმუნდა რომ ამ ხრი ყველაფერი წესრიგში იყო, ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა. გამარჯობა, დასალევი გვინდა. პორტიემ ყურადღებით მომიხადა ოთახში. თითქოს ვიღაცას ეძებსო. თქო მე მინდა დასალევი, ერთი ბოთლი ღვინა და ერთი ვისკი. თან ხორცის რომელიმე კერძით გამოვაყოლე. ოღონდ ორ ულუფაზე მეტი. მთელი დღე არაფერი მიჭამია, გელივით ვშია. გამოსავალი მოძებნა უჩა. მისტერ ჯიმი, კონკრეტულად რომელი სასმელი და რომელი კერძი მოგართვათ? მითხარით და 5 წუთში აკავშირდები. გამოცოცხლდა პორტიე. კონკრეტულად დაიბნა ჯიმი. თქვათ ქართული საფერავი. გვაქვს ქართული საფერავი. ახალი ბრენდია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბევრი არ ითხოვს, მაგრამ მართლობა მაინც მოიტანა. ვისკი, რომელი მარკის გნებათ? როში შეჭრილიყო პორტიე. ვისკი? რა თქმა უნდა შოტლანდიური. დიდი ექსპერტივით წამოიძახა უჩა. მისტერ ჯიმი, შოტლანდიური 10 სახეობის ვისკი მაინც გვაქვს. თქვენ რომელი გინდათ? არ მოეშვა პორტიე. შენს გემოვნებას ვენდობი. გაუღიმა პორტიეს უჩა. მაგრამ და ხორცის კერძიო მითხარით, რომელი მოგართვათ? არა და არ ისვენებდა პორტიე. აუ შენ რა აბეზარი ყოფი ხარ. გეუბნები გელივით შია, თანაც თქვენი მენიუ არ ვიცი, ამიტომ გენდობით. 2 ან 3 სახეობის ხორცის კერძი მოიტანე, თანაც 2 ულუფა მაინც. გაბრაზებას ცოტაღა აკრა უჩას. ახლავე მიდივარ, საუზმეურსაც და დესერტსაც ჩემი გემოვნებით შეგიჩეთ, მაშინ კარგი. წვენებსაც წამოვიღებ და მინერალურ წყალსაც. შესთავაზა პორტიემ და კარისკენ წავიდა. არტური სად არის დღეს? რატომ არ მოვიდა? დააწია კართან მისრუ პორტიეს უჩა. არ ვიცი, ვის კითხულობ? შენ ადგილას მუშაობდა გუშინ. დღეს ისვენებს. ამ სიტყვებით პორტიე ნომრიდან გავიდა თუ არა, დივანს ამოფარებული ჯიმიც ამოძრა. ვინ იყო ჯიმი ეს? ასე თუ უჟმური პორტიები და ოფიციანტებიც ყავთ ამ სასტუმროში? იკითხა უჩა. ჯიმიმ გადაიხარხარა. ამისი ბრალია უჩა, თუ შენ არც ერთი სამარკო ღვინის, ვისკის და საფირმო კერძის სახელწოდებები არ იცი. მომიწევ შენი გავარჯიშება. ისე მე რომ ლამის გული გამისკდა, ეს ფაქტია. ხო არ დაგავიწყდა, სად ვარ? შეიძლება დამავიწყდა, მაგრამ მერწყვნე იატაკზე მოგორავე მილიონეს ნახვა ალბათ ღირდა ამისთვის. ახლა უჩამ გადაიხარხარა. ორივემ ერთმანეთს გაოცებით შეხედა, სიცილიც კი თითქმის ერთნაირი ჰქონდათ. მე რა მილიონერი ვარ, ისეთ ხალხს გაგაცნო, ფულში რომ ბანაობენ. ჯიმიმ ისევ ხელი გადახვია უჩას და კარისკენ მიუთიტა. დაკეტე ხოლმეო, უჩას მაშინვე კარისკენ წავიდა. როგორ ხარ უჩა? ყველაფერი მიამბე, დაიწყო ჯიმიმ. ერთი სული მაქვს, გავიგო, როგორ ცხოვრობ. საქართველოდან გამოგზავნილ შენ წერილებს თუ დაუჯერებთ, შენთან ყველაფერი რიგზე ვერ არის.
მიკვეს რატომ გაგიჭირდა შენ სამშობლოსი იმხელა ფულის პატრონს საქმის აწყობა. აბა რა გითხრა ჯიმი, მეგონა ფული მქონდა და დავისვენებდი. ცხოვრებასაც ჩემი სრულისაბერ ავაწყობდი, მაგრამ პირიქით მოხდა. სულ აირია ყველაფერი. უჩას ეტყობოდა უჭირდა ამ სიტყვების თქმა. გაკოტრდი? უარესი, ბევრი ადამიანი გავაუბედურე. როგორ თუ გავაუბედურე? როგორ და საკმაოდ დიდი ფულით მივეცი თითოეულს. ნუ მეგონა ამ ფულით ცხოვრებას აიწყობდნენ და მადლობასაც გადამიხდნენ. პირიქით მოხდა. ბევრმა ფულმა ბევრი მტერი გაუჩინათ. ზოგიერთი ამ ფულს ლამის გადაყვა. ყველამ ცაცალკე კი მე დამადანაშაულა. ფული რომ არ გეჩუქებინა, არ დავიღუპებოდო. უჩამ ისე გადახედა ჯიმის. თითქოს მის წინაშე დიდი ცოდვა ჩაედინა. ვერ გავიგე უჩა, კარგად ამიხსენი. რამე დააშავე, კრიმინალში გაერიე? ჯიმი ღელვარებისგან ნიკაპი მოისრისა. არა, რას ამბობ, მგონი მიცნობ და ისიც იცი, რომ კრიმინალურ სამყაროში არასოდეს მიზიდავდა. უბრალოდ ყველაფერი უკუღმა დაატრიალდა. პასუხი დღემდე ვერ მიპოვია. გამიჭირდა ჯიმი, ბევრი ფულით ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. იმედია დამეხმარები პრობლემების გადაჭრაში. რას ამბობ, უჩა, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. შენ ოღონდ მითხარი, რა არის საჭირო და მზად თუ არა. ჯიმი წერში გაიმართა და გაიჭიმა. თითქოს ამით უნდოდა მზადყოფნა გამოეხატა. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ჯიმი სწრაფად გავარდა გვერდით ოთახში. პორტიემ ურიკა შემოაგორა. ამჯერად ისეთი მოღიმარი სახე ჰქონდა, მასზე ბედნიერი კაცი თუ სადმე დადიოდა ვერც იფიქრებდი. მისტერ ჯიმი, რაც შემიკვეთეთ, ყველაფერი მოვიტანე. სხვა რაღაცეებით დავამატეთ. გემრიელად მირითვე და ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით. ყოველთვის მოხარული ვიქნებით. თქვენაერ სასურველს თუმას მოემსახუროთ. უჩამ გაუცებით შეხედა, რა დაემართა ამ კაცს. წეღაც ხვირპირი ჩამოსტიროდა, ახლა კი ლამისა კინტაური დაუაროსო. რა ქვია, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ესღა კითხა უჩამ პორტიეს, რომელიც თვალებში შესიცინდა ძვირფას თუმას. ანდრე, რუსი ხარ? საიდან მივხვდი? რა ვიცი, მივხვდი, რამე მოხდა? რა უნდა მოხდარიყო? ამ ლაპარაკისას კარში სასტუმროს მმართველი გამოჩნდა. მისტერ ჯიმი, როგორ ბრძანდებით, როგორ დაისვენეთ? კარგად, დიდი მადლობა. უჩა კართან მივიდა და მმართველს ხელი ჩამოართვა. მისტერ ჯიმი, სულ ერთი წუთით შეგაწუხებ. თქვენი შეკვეთილი და ეთრუნე მზად არის. უკვე სახურავზე დგას. როცა გამგზავრებას გადაწყვეტ, 15 წუთით ადრე შეგვატყობინეთ და ფრინავი მოემზადება. გემრიელად მიეთვი და სასტუმროს მმართველმა ნომერი დატოვა. თან პორტიესაც ანიშნა გამომყევიო. უჩამ კარი ჩაკეტა და საძინებლიდან გამოსულ ჯიმის მიუბრუნდა. შენსაც მაინც არ ეშლი, არა? ეს ვეთმნელი მაინც საიდან გამოჩხეკე. ჯიმი ფანჯარასთან მისულიყო და სათავჯენებს გახურებდა ამაღად. აი უჩა, აქ ნამდვილად შეიძლება ამერიკული სულის შეცნობა. სიამეყე გამოხედა ორეოს. ნახე რა სიმდიდრეა. ფიქრობ ბედნიერება. თავს ამ ყველაფერს თანამონაწილედ გრძნობდე. როგორ ფიქრობ, ასე არ არის? ეს ძალიან კარგი იქნებოდა ჯიმი, მაგრამ დაიწყო უჩამ, თუმცა ჯიმიმ მაშინვე შეაწყვეტინა. არავით არის მაგრამ, ეს ძალიან ძლიერი შეგრძნება. ამ სიძლიერის ნაწილი ხდები და მეტიც, სულ სხვა გზნობაა, როდესაც შენ გექვემდებარება ყველაფერი. წარმოიდგინე რა იქნება ეს უჩა, წარმოიდგინე. ჯიმი ისე ლაპარაკობდა, თითქოს სხვა განზომილებაში გადასულიყო. ჯიმი, რა ქვია ახლა შენს აქციეს, ოცნებობ? ირონია გაურია ხმაში უჩამ. ხო, ახლა მართლა ვოცნებო, მაგრამ დადგება დრო და ყველაფერს რეალურად მივახცევ. შენთან ერთად, უჩა, რა თქმა უნდა, ისიც იცოდე, ეს ნახდათ ასე იქნება. ჯიმი მიწაზე დაეშვა და უკვე თავის ორეოს უღიმოდა. მოდი ჩემო ჯიმი, მაგიდასთან მივიდა უჩა, ვისკი გახსნა და ჭიქებში ჩამოასხა. მერე ყინულის კუბურები ჩააწყო და ორეოს გაუწოდა. დავლიოთ. თან ვისადილოთ კიდეც, მთელი დღეა ლუკმა არ ჩამიდევს პირში, თორემ გული მიგზნობს, შენ რომ გიყოლო თლაც შეერთ დამტოვებ. სალაპარაკო არცაც არ გამოგველევა და არც მეორეს. ჯიმი ბრაზერის სუფრას მიუჯდა და თან ვისკიანი ჭიქა გამოართვა უჩას. ახლა იგი თავის ძალზე ბედნიერად ზნობდა, რადგან გვერდით უჩას სალია ჰყავდა, თავისი ორეული შორეული საქართველოდან. უჩას სალია, რომელიც მისთვის ახლაც იმედიც იყო და თანამდგომიც. შეხვედრის ადრეგზელო. ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს. უჩამ ვისკიანი ჭიქა მოიყუდა და დიდი ხნის წყუვალივი დალია. ჯიმის გაიღიმა, ოდნავ მოსვა ვისკი და რატომღაც ფიქს მიეცა. უჩა კი ლაპარაკის ხასიათზე მოსულიყო.
გარდა ფიზიკური მსგავსებისა, ჩვენ ბევრი საერთო თვისებაც გაგვაჩნია. მას შენც კარგად ხედა, ჯიმი და მეც ჩვენივრად გრძნობ. ორივე მეოცნებენი ვართ, თუმცა კი სხვადასხვა დოზით. მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაბრკოლება ჩვენს ურთიერთობაში. ხო მართალი ვარ, ჯიმი. ამას რა თუნდა ასეთი ხაზგასმა, წამოიძახა ჯიმი. ხო და კიდევ გაგვიმარჯოს. უჩამ ისევ შეავსო ვისკის ჭიქები. მაინდა-მაინც არ ესიამონა, რომ ჯიმი მხარი არაუბა დალევაში, მაგრამ ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. უჩა, წეღამ ლაპარაკობდი და ბოლომდე ვერ დაასრულე. ამბის მოყოლა. მითხარი, ვიღაცები გავაუბედურე იმით, რომ ფული მივეციო. სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი, ისი თქმა გინდოდა. იქნებ კარგად ვერ გავიგე შენი ინგლისური. მიუხედავად იმისა, რომ ლამის ისევე ლაპარაკო როგორც მე და მე გემუქრებიან კიდეც, ვისაც ფული მიეცი. მეგობრის შესახებ ყველაფერი აინტერესებდა ჯიმის. არა, არ მემუქრებიან, მაგრამ უკმაყოფილონი რომ არიან და ბედს ემდურიან, მე გრძნობ თავს ცუდად, განუმარტა უჩა, მოიცა. შენ მათ დაეხმარე, არა? ო, დავეხმარე, ფული მივეცი, როგორც გითხარი, არც თუ ისე ცოტა. მათ საქმეში ჩადეს ეს ფული და ალბათ არ გაუმართლათ, არა? აღარაფერი აღარ მაინტერესებს, არც ის, რაც ადრე მიზიდავდა. ჩემ ადგილს ვერ პოულობ ამ ხილას სამყაროში, რა მინდა, არ ვიცი. და როგორ ფიქრობ, უჩა, სხვა არავინ ყოფილა შენ მდგომარეობაში, იკითხა ჯიმი. სხვების არ მოგახსენო, მე კი ასე ვარ და ზოგჯერ მიფიქრია, ხომ არ გადავიკარგო სადმე ტყეში, ან სულაც უკაცრია კუნძულზე, მოვშორდე ყველას და ყველაფერს. მაშინ საერთოდ არავის აღარ დასჭირდები. ახლა ვისჭირდები, რომ სინანურით ღელები გაშალა უჩა. ვისაც მეგონა რომ ჭირდებოდი, მაქსიმალურად დავეხმარე, მაგრამ რა გამოვიდა, საყვედურებიც მივიღე. ის ხალხი კი უარესად გაუბედურდა. შემიჯავრეს, დანახვაც კი აღარ უნდა ჩემი. მითხარე, რა არის ეს? რა უნდა გავაკეთო? როგორ გავარღვიო ეს ჯადოსნური წრე? ნუ ღელა უჩა და რაც მთავარია, ახლა მე მჭირდები. თან ძალიან იმედიანად წამოიძახა ჯიმი. იმიტომ რომ ბევრი ფული იშოვო, არა? ირონიულად წამოიძახა უჩა. ჯიმის გამომეტყვილება შეეცვალა. უჩა, რას მეუბნები, გაგიჟდი? რა, მართალი არ ვარ? შეეპასუხა უჩა. ჯიმი აერია, სახეზე ცივმა უთმა დაასხა. მე სწრაფად წამოდგა და გაქვეებული სახით მიმართა ძმაკაც. შენ ეტყობა მეტისმეტად დაიღალე. მე დაგტოვებ, დაისვენი, გამოიძინე, დაგირეკავ და ისე მოვა. ჯიმი ისეთი სისწრაფით გავარდა ნობრიდან, უჩამ აზე მოსვლა ვერ მოასრულა. უჩამ ვისკის ბოთლი მოიყუდა, რა დაჩენილიყო ბოლომდე დაცალა. ღვინის ბოთლს გადახედა, ყვანობდა, გაეხსნა თუ არაო, მაგრამ დაეზარა. მერე ჯიმის სანახევროდ სავსე ვისკის ჭიქას დაადგა თვალი. ერთხელს ვერ გადაეწყვიდა, დაელია თუ არა. ბოლოს მოიყუდა და დაცლილი ჭიქა იატაკზე დაანარცხა. მერე დივანზე ჩამოჯდა და მაშინვე ძირს მისცა თავი. არეულობა საფონდო ბირჟაზე. ჯიმი როგორც ყოველთვის ადრე მივიდა საფონდო ბირჟის შენობასთან. დაცვის თანამშრომლებს მიესალმა და მძიმე ნაბიჯით შევიდა შენობაში. ვაჭრობა არ მიმდინარეობდა, მაგრამ დარბაზი სავსე იყო ტრეიდერებით, ანუ საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებით. საბროკერო კომპანიების თანამშრომლები საქმეად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ კამათისა და გაცეცხლებული შეპასუხების ხმაც ისმოდა. როგორც კი ჯიმი გამოჩნდა, დარბაზი თითქოს გაყუჩდა. ყველანი მას მისჩერებოდნენ. ჯიმი შეცბა. მიხვდა, რაღაც უჩვეულო რამ ხდებოდა, მაგრამ რა? ვერაფრით გამოეცნო. მექანიკურად აწია ხელი მისამნების ნიშნად. მის ამ ჟესტს ზოგმა თავის დაქნევით უპასუხა, ზოგმა კი მასავით ხელის აწევით. ზოგიერთმა საეჭვოდ გაიღიმა და თავიანთ კომპიუტერებს მიუბრუნდნენ. ჯიმიც სწრაფი ნაბიჯით წავიდა თავისი ოფისის მიმართულებით. ოფისის მთელი შემადგენლობა ტელევიზორს მისჩერებოდა გაფაციცებით. ნორაც კი დროულად მოსულიყო სამსახურში. გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? რა ხდება? რაღაც ყველა მოწყენილი მეჩვენებით. ამ სიტყვებით ჯიმი მონიტორი ჩართო. ვართ რა, როგორ ვიქნებით? შეხედე ჯიმი, რა ამბავია ორეგონში? უხალისოდ უპასუხა დევიდმა. ჯიმი კედელზე დაკიდებულ უზარმაზარ ეკრანს ახედა, რომელიღაც დასახლების ქუჩები სავსე იყო უკმაყოფილო მოსახლეობით. ზოგიერთ ბავშვიც ეჭირა ხელში და ისე შეერთებოდნენ გამოსულ. ყველანი ემოციურად გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს. პერიოდულად პოლიციელებსაც უჩვენებდნენ, რომლებიც დროდადრო რეზინის ხერკეტებსაც იშველიებდნენ განისხილ მომიტინგეთა დასაშოშმინებლად. გამაგებინე რა ხდება, დევიდ? იკითხა ჯიმი.
გუშინ დაიწყო გამოსვლები. გირეკავდით, ტელეფონი გათიშული ქონდა. დილიდან მოუთმენად ველოდებით. მაინც რა მოხდა ასეთი, უკვე ღელა და ჯიმი. ეს მომიტინგეები იმ საწარმოთა თანამშრომლები არიან ამ ერთი კვირის წინ, რომ გამოვიტანეთ ბაზარზე. დაიწყო დევიდმა. 12 სამხედრო ობიექტი. გაიხსენა ჯიმი. მთავრობამ ამ ობიექტების დახურვის განკარგულება გასცა. რეკონსტრუქციას ვაპირებთ. 100,000 კაცი კარგავს სამუშაოს. კომპენსაციას ხომ მიიღებენ? ისი არავინ დატოვებენ, უფრო საკუთარ თავს იმშვიდობდა ჯიმი. მარტო სამუშაოს კი არა, საცხოვრებელი ადგილების დატოვებასაც თხოვენ, სხვაგან ასახლებენ. საუბარში ლაურა ჩაერთო. რა მოხდა მერე? ყველაფერს სახელმწიფო აუნაზღაურებს. არც ის არის გამორიცხული ობლიგაციები დაურიგონ თითოეულს, განმარტა ჯიმი. წუთით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველანი ტელევიზორს შეაჩერდნენ. ხმას არავინ იღებდა. ლაურასა და ნორას აშკარად ემჩნეოდათ შიში თუ შეშფოთება. დევიდი კი დროდადრო ჯიმის ახედავდა. ცხადი იყო, ლაპარაკის დაწყება უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. ისი თქმა გინდა, დევიდ, გატყობ ვერ ისვენებ. ჯიმიმ ჩვენივრად შეამჩნია, რომ დევიდს რაღაცა აწუხებდა. ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, შეწუხებული ხმით დაიწყო დევიდმა. გისმენ, დევიდ, ყველაფრის მზათა ვარ. საბროკერო ფირმებმა, სააქციო საზოგადოებებმა, ინვესტორებმა, ვისაც კი ჩვენთან რამე კავშირი აქვს, ან ჰქონდათ ერთიანი განცხადება შეიტანეს სასამართლოში. მოხსენებასავე ჩამოარაკრაკა დევიდმა და გაჩერდა. კი, მაგრამ ვის უჩივიან, დევიდ? იკითხა ჯიმი. ჩვენ გვიჩივიან, ჯიმი, ჩვენ ფირმას. ტელევიზორის ყურება შეწყვიტეს და ახლა ყველამ ჯიმისკენ გადმოინაცვლა. ჯიმი ჩაფიქრდა. სავაჭრო ოპერაციებში რამე დარღვევა აღინუსხა? იკითხა საქმიანი ტონით. არავითარი, ყველა წესი ზედმიწევნი სუფთად არის შესრულებული. უბრალოდ სამჯერ ვიყიდეთ ობიექტები და ბოლოს ერთიანად გავყიდეთ. სოლიდური პრემიებიც მივიღეთ, განმარტა დევიდმა. მაგარი იყო. ამხელა პრემია, რაც აქ მუშაობ, არ მამიღია. მადლიერებით წარმოთქვა ნორამ და ჯიმის გაუღიმა. კი, მაგრამ დევიდ, ჩივის თუ აპირებდნენ, როგორ შენიშნე? ასე ერთ დღეში ერთად როგორ შეიკრიბნენ პროტესტის გამოსათქმელად? წყენა დაეწყო ჯიმის. წარმოიდგინე, ჯიმი, თითქოს საეჭვო არაფერი ჩანდა, თუმცა კი ბოლო 5 თვეა კბილებს ილესავდნენ. ჩაუვარდათ მომენტი ხელში და ისარგებლეს. ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო. დევიდი ერთმანეთს გამორიცხავი არგუმენტებით ცდილობდა სიტუაციის ახსნას. და რა უნდათ, რა დაუშავეთ, ცხარობდა ჯიმი. ბიჟაზე ჩვენი აგრესიული საქმიანობიდან გამომდინარე ვერსად გაიხარეს. ყველა დიდ და სარფიან გარიგებას ჩვენი ფირმა კურირებდა. დომინანტი როლის ჩვენ გვეკავა. ეს კიდევ სხვებს უკმაყოფილებას იწვევდა. ვეს სტრატეგიაში, ვეს სისწრაფესა და ინფორმაციის დროულად მოპოვებაში ვერადავერ გაგვიტოლდნენ. აქედან გამომდინარე უარყოფითი მუხტი დაგროვდა და ამ სამხედრო ობიექტებზე იფეთქა. დევიდმა მხრები აიჩეჩა, რაც იმას ნიშნავდა, ჩემი მოსაზრება მოგახსენეთო. ჩვენგან რა უნდათ, კონკურენციას არ აღიარებენ? მთავრობას მიმართონ, ობიექტები მაგათია. ჩვენ რა შუაში ვართ, უკმაყოფილო წამოიძახა ჯიმი. ამტკიცებენ, რომ ჩვენ მთავრობასთან გარიგებული ვართ და გამოძიებას მოითხოვეთ. ისე ჩუმად თქვა დევიდმა, თითქოს შიშობდა, ვინმე ხომ არ გვიყურადებსო და განაგზო. საქმეში პროკავშირული ლიდერები ჩაერთეს და ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს. დემონსტრანტებს მთავრობას უპირისპირებენ. ჩვენ კიდევ სასამართლოს და გონიათ, რომ სასამართლოთი დაგვაშინებენ? ჯერ დაამტკიცონ ბრალდება. ხასიათი წაუხდა ჯიმის. სავარძე ზურგით მიეყნო, მათ ამოისუნთქა და თანაშრომლებს გადახედა. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენი აზრი მაინც რა ხდება? უკვე მერამდენედ იმეორებდა ამ შეკითხვას ჯიმი. ჩვეულებრივი ამბავია, საპონდო ბიჟაზე ხომ იცი, გლური წესები მოქმედებს, ძლიერი მოწინააღმდეგე უნდა განადგურდეს. ჩემი აზრით ჩვენ მოსპობას ცდილობენ. თავისი მოსაზრება გამოთქვა ლაურა. შენ რას ფიქრობ, დევიდ? შეძლებენ ჩვენ განადგურებას? ჯიმიმ ახლა დევიდს მიმართა. ძალიან რთული საკითხია. პირდაპირ გეტყვი, ჯიმი. თავდაპირველად როგორც მუსიკოს, ისე გიცნობდი და შენი ფანიც ვიყავი. რაც ბიჟაზე მოხვედი, ფანობა საქმიან ურთიერთობასა და თითქმის მეგობრობაში გადაიზარდა. ცდილობდი მხარში ამოდგომოდი. შენ მართალია საქმეს კარგად უძღვევი, მაგრამ ცოტა ზედმეტი მოგივიდა. სადღაც რომელიღაც ეტაპზე ტემპი უნდა შეგვენელებინა. ხომ იცი, ლიდერი დიდხანს ვერ უძლებს ბიჟის დატვირთვას. აი სად არის შეცდომა დაშვებული. სიტუაციის დაძაბვის გასაღებს მიაგნო დევიდმა.
კი, მაგრამ დევიდ, ამას ახლა რომ მეუბნები, ადრე რატომ არ მითხარი? მაშინ ხო შევძლებდი წინასა მიგვეღო ზომები. კოლეგის უკმაყოფილო ჯანდა ჯიმი. იცი ჯიმი, მეც აზარში შევედი. მომწონდა ეს ყველაფერი. თანაც გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი ხომ შენიყავი. მე უბრალოდ მოვლენებს მიყვებოდი. თავის მართლებასავით გამოუვიდა დევიდს. არა, დევიდ, შენ კი არ გადანაშაულებ, მაგრამ ხო შეიძლება რამე მინიშნება მაინც გაგეკეთებინა. იქნებ რაღაცას მიხვდარიყავი და ტვინი გამენძრია. აშკარად ნანობდა ჯიმი. სამაგიეროდ რა ტრიუმფი მოახდინე ბიჟაზე. ჩვენი გამოსვლა მუდამ აჟიოტაჟს იწვევდა. ეს ხომ ადვილი არ ყოფილა. ლაპარაკში ნორა ჩაერთო, რომელიც აღთუმანებული იყო ჯიმით. მადლობ, ნორა, შეკებისთვის, მაგრამ ახლა როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან? სასამართლო სახუმარო საქმე არ არის, თან ეს მიტინგები. ჯიმიმ ნორას მიაპყრო მზერა. თითქოს მისგან დახმარებას მოელისო. ნორამ ხრები აიჩეჩა, არ იცოდა როგორ დახმარებოდა ბოსს. დევიდ, რამდენი კომპანია აწეს ხელს იმ საჩივარს, იკითხა ჯიმიმ. დევიდმა შუბზე მოისვა ხელი და თითქმის ჩურჩული წარმოთქვა. მთელი საფონდო ბირჟა. ნუ თუ ასე ვეჯავრებით ყველას. არ მოველოდე, საგონებელში ჩავარდა ჯიმი. მათ უნდათ რომ საერთოდ მოვაშორონ ბირჟას. ამბობენ რომ ინფორმაციას არაკანონიერი გზით ვიგებდით, რომ აუცილებლად მოიძიებენ წყაროს, რათა მის დაშლაზე იფიქრონ. ღელავდა დევიდ. შენ როგორ ფიქრობ, დევიდ, რა მოხდება ყველაფერი ამას? ისევ გაიმეორა ჯიმიმ და გამჭოლი მზერა შეავლო კომპანიას. ახლა ვერაფერსაც ვერ ფიქრობ, ჯიმი. მე არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია. მე მხოლოდ ჩემზე დაკისრებულ სამუშაოს ვასრულებდი. ხმა აუბორძიგდა დევიდს. დარწმუნებული ხარ? კაცრად იკითხა ჯიმი. დევიდი შეცფუდა და თავი ძირს დახარა. თვალებში შემომხედე, დევიდ. შენ ხომ ყველაფერი იცი რა ხდება ბიჟაზე, ჭორებიდან დაწყებული, თითოეული უნიშნელო თუ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ნუ თუ ის არ იცოდი, თუ რა მზადდებოდა ჩვენ წინააღმდეგ. ჯიმიმ სიმწრით მოკუნა მუშტები. წამოდგა, მაგიდიდან წყლის სავსეჭი გაიღო და მაგიდაზევე დაანარცხა მთელი ძალით. თავჩაკინდრულ დევიდს მიუახლოვდა. მუშტი დასატყმირად შემართა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ხელი უმწვეოდ ჩამოუშვა, ეთი შეიკურთხა და ოთახიდან გავარდა. ამერიკის შეერთებული შტატების საქმიანი პრესა აჭრილებული იყო მკვირვალ სათაურებით. ჯიმი ბრაზერის კომპანიას რთული დღეები ელის. ვინ არის ჯიმი ბრაზერი? რა ხდება საფონდო ბირჟაზე? დაზარალებული კომპანიები გაერთიანდნენ. სად გაქრა მილიარდები? ვინ როგორ აგეს პასუხს? როდის გამოიტანს განაჩენ სასამართლო და ასე შემდეგ. თითოეული ასეთი მკვირვალ სათაურის ქვეშ დევიდის ან ჯიმის სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტო განეთავსებინათ. ჯიმიმ ერთ-ერთ ასეთ გაზეთი აიღო და სტატიას გადავალო თვალი. გარშემო მოიხედა. ისეთი შეგრძნება გასჩენოდა, თითქოს ყველა მისკენ იშვერდა თირს, მაგრამ ასეთი არაფერი შეუნიშნავს. 7 ნაბიჯით გაემართა შენობის გასასვლელისკენ. ჯიმი, ერთი წუთი დამელოდე, მოესმა შეძახილი. ჯიმი შემოbrunდა. მისკენ აღელვებული მისის დინა მორბოდა. ბიჟა შავკანიანი დამლაგებელი. წავედით, გზაში გეტყვით ყველაფერს. მისის დინამ კლავში მოჰკიდა ხელი ჯიმის და გასასვლელისკენ უბიძგა. ორივე ისევ გამოვიდა შენობიდან. კლინტი არ დაუძრავს, არც ერთს. პირდაპირ გეტყვი, ჯიმი, კარგი ბიჭი ხარ, დაიწყო მისის დინამ. სხვებისგან ნამდვილად განსხვავდები. ჩემდამი ყოველთვის ყურადღებიანი იყავი. გახსოვს დილით რომ შემხვდი და საშინელი კითხვა დამისვი. მისის დინა შეჩერდა და ჯიმის კეთილი მზერით ახედა. მერე მისის დინა მითხარი რატომ წამიყვანე? მისის დინამ სიტყვა არ დაასრულებინა ჯიმის. მუდარანარევი ხმით დაიწყო. მე დღეს გავიგე მხოლოდ ნამდვილად რაღაც საშინელება ხდება ბირჟაზე. გაზეთებით გადაერივნენო, ამბობენ. წამოდი ჩემთან სახლში, ბრონქსში. იქ იმდენ ხანს იყავე, სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება. არაფერი მოგაკდება, მშვიდად იქნები. არ ამგონია ჩემთან ვინმე მოგაკითხოს, მაგრამ თუ მაინც შემოხვეც ხვირი, ჩემ ბიჭებს არ გამოეპარებათ. ხომ იცი, ბრონქსია, ჩვენი ბრონქსი. ლამის ცალკე სამყარო. ჯიმიმ სიმწრით გაიღიმა. შიშისა და გაურკვევლობის შეგრძნება დაუფლებოდა. ერთხელ ჩუმად იყო, ბოლოს როგორც იქნა პასუხი გასცა დინას. რატომ ფიქრობ მისის დინა, რომ აუცილებლად უნდა დავიმალო? მე ხომ მართალი კაცი ვარ. ვირა უნდა დამიშაოს? არა შვილო, მაგაზე არც იფიქრო. ფულმა არ იცის მართალი და მტყუანი. პირდაპირ გეტყვი, არ დაგტოვებენ ცოცხალს, არ გაპატიები. დამიჯერე. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს. ამ ცოდვის გოდოში დავბერდი ქალი.
დინამ საფონდო ბიჟის შენობისკენ გაეშვირა ხელი. მე მართალი ვარ, მისი დინა, მე არავის არ მომიტყუებია. შვილო, გემუდარები, დამიჯერე, თუ ჩემთან არ წამოხვარ ბრონხში, მაშინ სადმე სხვაგან წადი, დამიჯერე, ისევ შეაწყვეტინა ლაპარაკი მისი დინამ. დიდი მადლობა მისი დინა, დიდი მადლობა, რომ მჭირდება, რომ ყველაფერი გავაანალიზო და ისე გადავწყვიტო, როგორც მოვიქცე. ამ სიტყვებით ჯიმი მისის დინას გადაეხვია, ლოყაზე აკოცა, მოტრიალდა და წავიდა. მისის დინა აფორიაქებული გასგეროდა მიმოვარ ჯიმის და თვალებიდან ცრემლები ღაპაყუპით ჩამოსდიოდა.